ხმადაბადია, მაგრამ ნორმალურია. ხო, იმას ვამბობდი, რომ შევამოწმეთ ხო დავალებები და ყველასთვის უკავშირები არ დამიბრუნებია, ვინც ატვირთა, ყველასთვის კი არავის არ დამიბრუნებია პრინციპში, იმიტომ რომ ვისიც ვნახე ვინც ლინკი გამოგზავნა, ყველასთან იყო, რავი, რაც უნდა გაეკეთებინათ იდეაში დავალება, იყო გაკეთებული რა, ანუ ესე გარდა ტესტვით და ჩეთბოტთან დალაპარაკებით, დავინახე, რომ აწყობილი ქონდათ დიალოგი, იმის მიხედვით რა დავალებაც ქონდათ. იყო ჩოლობოთ ის რენდომებიც გამოყენებული, იყო ღილაკები გამოყენებული, ღილაკზე რო ვაჭერდი, გადადიოდა კონტექსტით მომდევნო დიალსაუბრის ტოტზე და მოკლედ ყველასთან ესეთი სიტუაცია იყო, ვინც ვნახე რა, მე მგონი 8 იყო ესეთი და ვინც ატვირთა იქ და ну ერთი იყო უბრალოდ ლიკას ლინკი ქონდა სხვა ჩაგდებული და ვერ ვნახე ლიკას ჩეთბოტი და მივწერე კიდევაც რომ შენ ჩეთბოტი ვერ ვნახე მეთქი დანარჩენთან რაც თქვი მოკლედ ეგ სიტუაცია იყო და რა ვიცი ესე დალაპარაკებით მომეწონა ყველაფერი იმიტომ რომ ну რასაც ველოდებოდი იდეაში ეგ დამხვდა და დანარჩენი ვიცი რომ გქონდათ პრობლემები და ну შეიძლება ის დაგვარად ცდილობთ რომ დაირათ ეს პრობლემაშივე და დავალების ატვირთვამდე გაგვეკეთებინა და გაგვესწორებინა, მაგრამ ну რაც ვერ მოვასწარით და იქნება რომ კიდე დამატებით ბევრი სხვა კითხვა იქნება. ახლა გავიაროთ ვის რა კითხვა აქვს რა, ანუ ყველას მოგისმენთ და რა ვიცი. თუ საჭიროა სკრინშეარებიც გავაკეთოთ, რომ იმიტომ რომ ესე რომ გვეუბნებიან რაღაცას ხო, ანუ შორიდან, როცა არ ვიცით შიგნით რა ხდება, ჩვენთვისაც ცოტა რთული არის ხოლმე, რომ უცებ მივხვდეთ რა იგულისხმება. ну თუ ძალიან რაღაცა ესეთი უხეში შეცდომა არ არის დაშვებული, ამ შემთხვევაში თუ არ ჩავიხედე ხოლმე, აი იმ დღეს ანას მაგალითი იყო მაგალითად, რომ მიხსნიდა რაღაცას, მაგრამ აი სანამ არ ჩავიხედე, ვერ მივხვდი უბრალოდ რაზე იყო საუბარი და როგორც კი ტვინი გავხსენი, ეგრევე დავინახე მომენტალურად რაში იყო პრობლემა. შესაბამისად, სისტემაში ჩახედვა ყოველთვის უმჯობესი არის ხოლმე. მაშინ ქაოსი რო არ იყოს, აი აქ შემოსულების მიხედვით დავიწყოთ რა, ანუ ანა არის პირველი და მივყვეთ ესე და ყველას მოусმინოთ ვის რა პრობლემა აქვს. ხო, ანას ჩეთბოტი საბოლოოდ მე მგონი აღარც გამიტესტავს ვერ უпростоრად, იმიტომ რომ თვითონ დავალების ესაინმენტები რაც გვაქვს, იქ არ იყო როგორც მახსოვს ატვირთული. და ვერ ვნახე თვითონ ეს ლინკი, მაგრამ ანუ რა იმუშავა და როგორ იმუშავა, ეს ყველაფერი პრინციპში ვიცი, სადაც ნანახი მაქვს მაშინ რა ქვია სისტემაში. ბოლოს შემიშვა. ხო, ანუ ესაინმენტებში არ ჩამიგდია ლინკი კომენტარებში ჩავაგდები და მაგიტო. წეღავ ნახე და ვესაუბრებ. კომენტარებში კი, მე მგონი მე მეც ვნახე, ოღონდ უკვე გვიან, აი წეღან ნახე, მე მგონი შენი იყო. ხო, ისე თუ ასე, რა ვიცი, კითხვებზე გადავიდეთ პირდაპირ, აი რა იყო რაც ვერ გააკეთე სიტყვაზე და დღემდე ამ წუთამდე ვერ გაიგე. მე მაგალითად, ანუ მე აღარ მქონია პრობლემა ეგ ერთადი რაც იყო, ეგ რენდომებში გავიჭერე თავიდან და მე რაც მინდოდა პრინციპში ხა ამ ეტაპზე რაც ვისწავლეთ, გონი ანუ ყველაფერს გავუგე რა კარგად ჯერჯერობით. აი, ამჟამად აღარ მაქვს კითხვა, რა თუ გამიშნდება გზადაგ და კითხავს მე. მე ერთ რაღაცას ვიტყვი, მე რო ეხა ველაპარაკე, ბოლოს რაც შემომთავაზა, მე ჩეთბლოგებში შეგიძლია ნახო. ადრეც იყო მაგაზე საუბარი, ანუ ზედმეტად დიდი მოცულობის ტექსტია რა, აი ორი ფოტო, ну არის ხოლმე რომ ბევრი არ არის და ну წავა ხოლმე რა, მაგრამ აი მაინც როცა ორი ფოტო არის და ამ ორ ფოტოსთან კიდე ტექსტია, ანუ ზედმეტად გრძელი არის ხოლმე, ერთ ჯერზე მოსაწერად და ეცადე ხოლმე რომ აი ეს ორად გაყო ან შეამცირო ხოლმე ტექსტი, კაი? კი, მაგას გავითვალისწინებ. კაი, რა ვიცი, ძალიან კარგი თუ არ არის რაღაცა ესეთი პრობლემას მეტი თუ აღარ შეყრიხარ ამ ეტაპზე.
მაშინ სხვა ვნახოთ კიდევ ის რა კითხვა ბარბარე. გქონდა. შემდეგი ბარბარეა. აუ მე შემექნა პრობლემა იმ მხრივ რომ რო გავუწერე პასუხები, ანუ 3 ის გავუწერე, ანუ დასაკლიკი ასე ვთქვათ რა და ორზე პასუხობს და იმ ერთზე არა, მით უმეტესად რამოდენიმეჯერ წავშალე და თავიდან გავწერე, მაგრამ მაინც იგივენაირად მიკეთებს და ვერ მივხვდი იმ ორს რატო პასუხობს და ამ ერთს არა. ანუ შემიძლია ეკრანით გავაზიარო რა თუ კი. ის მესამე, რაზეც არ გპასუხობს მაგ თემაზე, სხვა რაღაცაც ხო არ გაქვს ცალკე გაწერილი? სხვა რაღაც არა, არ მაქვს გაწერილი სხვა რაღაც. ჩვეულებრივად მაქვს. აი ხა ჩანს? კი. აი ნახეთ, გამარჯვებას ხომ მივწერ. საკმაოდ ბევრი გავწერ. გამარჯობა. ანუ მომწერა, ხო აი გააგზავნე საქართველოს რო ვაწყებ, მაგალითად ცხელხას დავაწექი, ხო, ანუ მომწერა, ჩვეულებრივ ამანათებზეც მომწერა და აი და აღარ შვება. არ და გაწერილი მაქვს. ანუ აი გამარჯობა, ანუ მე პასუხი ამანათები გააგზავნე საქართველოს, აი ეს ის არის, თაგი არის, ასე ვთქვათ. ეგ რა დიეზის ნიშანი ჩანს იქ. ой, არ უნდა იყოს. ჰეშტეგის ის გავაკეთე. შეიძლება უშრიდეს ხელს. იცი რა არის, ანუ ეგ წავუშალე და მაინც არ გააკეთა, მაინც არ გასაპასუხი. დაჟე ეს ცალ-ცალკე გავყავიკეთ, მეკი ანუ დიდი ხო არ არის, გზელი სიტყვა ხო არ არის, თქო. ყველაფერი ვცადე, მაგრამ მაინც არ ქნა. ეს აბა ეხლა წაშალე. ის წავუშალო? კი, ახლა მოიცა. აი შეიძლება ტექსტიც იყოს დიდი იმისთვის, ღილაკისთვის. და მაგიტო? კიდევ აი ნახე ადგილობრივი ამანათი მაგალითად ესეც საკმაოდ გრძელი არის და გამიყო კიდეც ტექსტი და იმაზე არც კი გამიყო, არაფერი არ გააკეთე, რაღაცნაირად გაჭირდა. აი რო გავყო ახლა თან არაკონტექსტური რადგან გაქვს იქ შეიძლება რომელიღაც ასოების კომბინაცია სხვა რაღაცასთან ემთხვევა და შეიძლება მაგაშიც ურევს რა. ანუ ეჩლება ეგეთი მომენტიც ყოფილა. აბა ეხლა ვცადოთ თუ მოიწერება დიეზის მაგივრად რო წაუშალეთ. კი, მოიცა თავიდან ვიწერე. თავიდან მიყევი, ხო? Yes! ანუ კი, ხო, ანუ მართლა წავუშალე, რამოდენიმეჯერ წავუშალე, მით უმეტეს ეს ის რა ქვია, დიეზი. და არ ქნა, ეცი კი რაღაცა ის ქონდა. შეიძლება დიეზი რო წავუშალე, paste-ით დაგრჩა დაწერილი და უკვე მაგან დააერო რა. ანუ იმდენი ვიწვალე, რომ ბოლოს ისე გადამეკიდა გონება, რომ მეთქი დავანებო თქო თავის არ წამოშალოს არაფერი თქო და აუ მადლობა დიდი, სომეტი კითხვა აღარ მაქვს. არა, კიდე მაქვს ერთი კითხვა, ბოდიში. ანუ ეს კონტექსტი, ანუ ვერ გავიგე, იმიტომ რომ რაღაცას ანუ რო გავაკეთე რამოდენიმე ხაზი, ხო, კონტექსტით. საერთოდ პასუხები აღარ გასცე, როგორც წინაზე მარიამმა ამიხსნა, მაგრამ ანუ მაინც რაღაცნაირად ვერ გავუგე, ასე ვთქვათ, შინაარსი რა, ანუ რა დროს შეიძლება გამოვიყენო და რა დროს არა. აი მაგას ვერ მივხვდი. გეტყვი, ანუ როცა რაღაცაობის გაგრძელებას აკეთებ, ანუ იმიტომ ვიძახდი, რომ ჯობია ჩასვათ კონტექსტში, მით უმეტეს საწყის ეტაპზე. ანუ შენ რო დიდ ჩატბოტს აწყობ და ბევრი სხვადასხვა ტიპის ფუძე სიტყვა გექნება, რომლებიც შეიძლება ასოთა შეთანხმებით ერთმანეთს გავდნენ, თუ რაღაცეები კონტექსტში არ მოათავსე, აბსოლუტურ დომხალს გაგიჩენს სისტემაში, იმიტომ რომ მერე დაიწყებს, ანუ ამისთვის არაკონტექსტურები, აი ცოტა შიგნიდან რო აგიხსნათ ამისი ლოგიკა როგორ მუშაობს, ანუ ამისთვის ყველა არაკონტექსტური ფუძე სიტყვა, რაც კი რამე არსებობს გაწერილი, ყველაფერი არის, ანუ ერთანაირი წონის, ესე ვთქვათ, ანუ ეს სისტემა სიტყვებს უწერს ქულებს და ქულების რაოდენობა მისთვის ითვლება, ანუ რამდენი დამთხოვა იპოვა. კონტექსტი ამით უზღუდავს სისტემას და ეუბნება, რომ ამ კონტექსტში შენ ამ დიალოგში შენ უნდა მიპასუხო ესა და ეს
რაღაცა მესიჯი, ხო, ასე ვთქვათ, ბოტის პასუხი, მხოლოდ ამ შემთხვევაში. თუ საუბარი დაიწყო რაღაცა ერთ წერტილში, მერე მას აქვს რამდენიმე განშტოება და ამ განშტოებებს კონტექსტური chatbot-ის პასუხები აქვს დაბმული. ამ შემთხვევაში აღარ აურევს, ანუ ბევრი როცა გექნება ესეთი, ეხლა ამ ეტაპზე შეიძლება გასცეს მაგებს პასუხი, მაგრამ შენ იგივე სიტყვებს, აი მარტივად რო გითხრა, რაც მანდ გაქვს ჩაწერილი, სხვაგან რომ სადმე დაგჭირდეს კიდე, სხვა დიალოგში, სადაც სხვა თემაზე აბსოლუტურად საუბარი, მაგრამ მსგავსი სიტყვის გამოყენება იქაც დაგჭირდა, ხო? ანუ ხო ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ რაღაცა მსგავსი სიტყვა სხვაგანაც დაგჭირდეს სხვა თემაზე საუბრისას. უბრალოდ ვერ გამოიყენებ ამ სიტყვებს, რადგანაც არ გექნება კონტექსტური კავშირები. მე მივხვდი, ანუ კონტექსტური კავშირი ნიშნავს რაღაციდან უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი საუბარი რა. მე რო რაღაცაზე ინფორმაციას მაძლევს chatbot-ი, რომ აი რა იყო იქ მაგალითად რაღაცა ამანათებზე იყო საუბარი, ხო? ესე იგი მე წინასწარ მანამდე რაღაცა საუბარში ეს ამანათები ვახსენე, ან რაღაცა ისეთი ვუხსენე, რითაც ამ საუბრამდე მიმიყვანა. ანუ ცოტათი რთული არის ესე უბრალოდ სიტყვიერად ასახსნელად რა, აი ჩასამუღამებელი არის ამ კონტექსტის მნიშვნელობა, მაგრამ იმიტომ ვამბობდი, რომ ანუ აურევთ თქო რაღაცეებს, ანუ მივყვეთ ისე როგორც ჩვენ გეუბნებით, იმიტომ რომ პირველი საწყისი დიალოგი, ანუ პირველი ერთი კითხვა-პასუხი რო იქმნება და იმაზე თუ რაღაცა განშტოებას აკეთებთ, აუცილებლად და კიდევ ერთხელ აუცილებლად გაწერეთ კონტექსტში. ჯერ ჩვენ არ ვიცით პლატფორმა ისეთ დონეზე, რომ რაღაცა ექსპერიმენტები ჩავატაროთ და ამიტომ მოდი როგორც ასე ვთქვათ, მე და თამთა გეტყვით ამ შემთხვევაში, ისე მივყვეთ, იმიტომ რომ დავინახეთ ამ ორ დღეშიც, რომ არ არის ესეთი რაღაცა გუნჩულა ტიპი, ხო, საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს, მართლა თავისი კანონები აქვს, რომლებსაც თუ არ ემორჩილები, მე ვეღარ აკონტროლებ რა ხდება და გვექნება ბევრი პრობლემა. ამიტომ მაქსიმალურად დავიცვათ ის წესები, რაც აქვს ამ პლატფორმას რა და როცა კარგად დავამუღამებთ უკვე ამის რაღაც პრინციპებს და მეთოდს როგორ მუშაობს, ხო? ანუ მერე უკვე შეგეძლებათ ხოლმე, რომ რაღაცა თქვენ როგორ ვთქვა, თქვენს რაღაცა ხელწერას გამოიმუშავებთ და თქვენ თვითონ მიხვდებით, აი სად რა მოიმოქმედოთ, სად რა გადააბათ ერთმანეთს, სად რა წაუშალოთ, სად რა დაამატოთ ან მოაკლოთ, ხო? ანუ ეს თავისთავად მართლა გაჯდება რა, უბრალოდ იმისთვის რომ ეს გაჯდეს, ჯერ პრინციპს უნდა მივხვდეთ რა და როგორ მუშაობს მართლა. ანუ ჩასვი კონტექსტებში ის რაც უნდა იყოს კონტექსტებში და მერე შეხედე ესე ვთქვათ რა, ანუ რამდენიმე სხვადასხვა დიალოგის ტოტი ააწყვე თუ გინდა, აი ხა შემდეგი დავალებაც ხო გვექნება და იქაც კი არ კონცენტრირდეთ დაუშვათ თამთას მიერ მოცემულ დავალებაზე, რასაც მაინც დღეს ახსნის რა. იგივე ეს კონტექსტები და რაღაცეები მერე შემდეგ დიალოგშიც გამოიყენეთ უკვე ახალ დავალებასთან ერთად და ახალ ფუნქციონალების გამოყენებასთან ერთად და აი მერე უფრო მეტად გაჯდება, ანუ ერთი რაღაცა უბრალოდ კითხვა-პასუხის გაწერით და ერთხელ რაღაცა კონტექსტზე ან არა კონტექსტურს დაწყაპებით არის სწავლება ეს პლატფორმა, ანუ საკმაოდ რთული არის მაგისთვის, რომ ესე მარტივად გავიგოთ, ამიტომ ამაში არ არის რაღაცა არაფერი ის, რა ქვია, საგანგაშო, წინაზეც ვთქვი, რომ იქნება მეთქი ბევრი რაღაც კითხვები თავიდან თქო, მაგრამ ნუ დავძლევთ ყველა კითხვას აუცილებლად. კიდე აი ერთი მაგალითი შემიძლია აი ძალიან მარტივი და მოვიყვანოთ, რომ აი კონტექსტის მნიშვნელობა კიდევ უფრო კარგად გაიგოთ რა. ანუ მაგალითად სიტყვაზე არ იყოს ძალიან დიდი chatbot-ი და იყოს პატარა chatbot-ი რა, აი ახალი დაწყებულება გაწყობა, ხო და ორი თემა გქონდეს გაწერილი. რომელ თემაზეც აი მენიჩატზეც გავაკეთეთ, განაგრძე, სხვა ღილაკებში რომ მივეცით. შეიძლება ერთი თემაც ეგრე გქონდეთ გაწერილი, რომ შეთავაზებები იყოს და ღილაკებში განაგრძე ან სხვა ან კიდევ და სხვა თემაც გქონდეთ დაწყებული და აქაც იგივე ღილაკები გქონდეთ. ანუ ღილაკების შემდეგ თუ არაკონტექსტურ ბმებს გავაკეთებთ, როგორც ახლა მაგალითში გქონდა, ხო? ბარბარესთან თუ ელენესთან, ვაიმე აღარ მახსოვს.
ბარბარესთან, ხო, აი როგორც არაკონტექსტური ვნახეთ, ეგრე თუ გექნებათ, ანუ გამოვა, რომ ამ დიალოგიდან დააწვება მომხმარებელი განაგრძეს, თუ იმ თემაზე, იმ დიალოგში დააწვება კლიქს განაგრძეს, ეს ორივე chatbot-ის ტვინისთვის ერთი და იგივე იქნება, დაიბნევა, ანუ ვერ მიხვდება განაგრძედან, ორივეში რო არის ეს განაგრძე, რომელი განაგრძოს. და ანუ არაფერს აღარ მოიწერება, არც რენდომზე აღარ გაუშვებს, მე მგონი ბევრჯერ ყოფილა რომ მაგ მომენტში აღარც რენდომზე აღარ გაშვებულა და უბრალოდ გაჩერებულა chatbot-იდან, ყველაზე კარგ ვარიანტში ნუ რენდომზე გაუშვებს, მაგრამ რა მინდა გითხრათ, რომ აი ეს არაკონტექსტური, როდესაც არ გექნებათ, ორივე ტოტი დაიკარგება. ეგ შეგიძლიათ თქვენ თვითონვე გატესტოთ, რომ ანუ ვერც ერთი ღილაკი ვეღარ იმუშავებს რა, იმიტომ რომ ორივე ღილაკში არის ერთი და იგივე სიტყვა გაწერილი. კი აქვს მე სხვადასხვა დიალოგი გაგრძელებული, მაგრამ იქ ის ჯაჭვი, რადგან არის ლურჯი ფერი, ორივეგან რო ლურჯი იქნება, ხო, ეგ იმას ნიშნავს, რომ თანაბარია. და ამისი გარჩევის უნარი უკვე ხელოვნური ინტელექტი რო იყოს, ნუ შეიძლება მიხვდეს, რომ რადგან ამ თემაზე მელაპარაკება, მოდი ამ თემის შესაბამისი განაგრძე ავიღოთ პრიორიტეტად, მაგრამ რადგან აქ არ არის ხელოვნური ინტელექტი, აი ზუსტად აკეთებს იმას, რასაც შენ მიუთითებ. თუ კიდე რაღაცა ესე ზეპირსიტყვიერად კიდე ვერ ხვდებით ბოლომდე რას ვამბობთ, შემიძლია რომ არ ვიცი განახოთ ესე გაჩვენოთ. კი, ანუ ესე მიმით რა ქვია ვნახეთ, მაგრამ კითხვები თუ გაქვს, მოიცა ეს ხვისი chatbot-ი მაქვს გახსნილი. მე მგონი არ მინახავს ელენეს chatbot-ი, იმიტომ რომ დავალებებში ატვირთული არ იყო. ხო, დალინკული აქვს, აუ გამომიშვა ანიმატან დიდით რო გავიდა და ერთი წუთით შევიდე. ელენე, კითხვები გააქვს? ელენეს chatbot-ზე რო გადავდივარ. არ გადადის ხო, იქაც არ გადადის იმ კომენტარებში და მაგიტო ვთქვი, ანუ არ მინახავს. ხო, ანუ ანიმას მთავარ გვერდზე არასწორო ლინკს აგზავნი ელენე, ეგ არ არის chatbot-თან სასაუბრო ლინკი. chatbot-თან სასაუბრო ლინკი არის ვიზუალური ედიტორის ქვეშ ღილაკი და ელაპარაკე chatbot-ს. მაგრამ ის არის, რა ქვია, chatbot-ის კოდი დართული აქვს ლინკს. ერთი წამი აბა სხვანაირად ვცდი ამ კოდს შევცვლი. მე გამიხსნათ ამთ ჩვეულებრივად ელენეს ჩაგდებული. ხო, აი ხა კოდს ვცვლი, იმიტომ რომ კოდი არ იქნებოდა რა მინიჭებული. რო იყოს. აი ხა გამიხსნა ის შემდეგ ეხლა უკვე ამ ჩატში რაც ჩააგდო თვითონ მითის ჩატში. მოიცა აბა მითის ჩატიდან უცადო, რომ დავწმუნდე რისი ბრალია. კი, მითის ჩატიდან მეც გადამიშვა. იქიდან არა. არა. კაი, მე დაველაპარაკები ახლა მივწერ, მაგრამ კითხვები თუ გაქვს, ჯობია რომ დაგვისვა უკვე, ხო? თორე დიდ დროს წაიღებთ. მე პირადად ხარისხზე, როდესაც გადავდივარ, არ მცემს პასუხს. არც მე. სხვა შემთხვევაში კი გამცა პასუხი, მაგრამ როდესაც ხარისხს დავაკლიკე, არ მიპასუხა. ჩემთანაც ეგ ხნა. ხო, სოფამ მოიწერა, რომ არც მომზადების დროზეო. კი, გამოუშვი ეკრანი. დამზადების დროზე მომწერა. დიზაინზე არ მომწერა. დიზაინზე მე მიპასუხა კი. არა, უცნაურია. აბა ხარისხს ვცვალოთ.
არა, ხარისხზე ნამდვილად არ იწერება. აბა დამზადების დროზეც მოიწერა ეხა. ხარისხზე რენდომ პასუხსაც კი არ აგდებს. იმდენად, ანუ უბრალოდ იჭედება. კი, აი აქ შეიძლება ზუსტად ის პრობლემა იყოს, რაც წეღან თქვენ, ესეც არაკონტექსტურში იყოს გაწერილი და სადღაც კიდევ არაკონტექსტურში შეიძლება ისეთი სიტყვა იყოს გაწერილი, სადაც აი ის ხ, აი ეს 300 არის რაღაცა სრულიად სხვა მნიშვნელობით. მაგ შემთხვევაში რენდომზე მაინც უნდა აგდებდეს ყველა ვარიანტში. წესით კი. აბა კიდე გეცადოთ. კაი, აბა ტვინი ვნახოთ. ტვინი იყო გახსნილი და გაითიშა ახლა. კი, გადადი ტვინზე ელენე, კი. ხო, გადადი. კარგი, აბა ვნახოთ რა ხდება. ნუ ზევით რაც ხდება უკვე არ მომწონს, მაგრამ კონტაქტურები არის აქ. ჯერჯერობით ეგ დავანებოთ მაგას თავი. გამარჯობა არის, მე არის რამდენიმე ის და ნუ ხარისხი უწერია. შეგიძლია ეგ ხარისხი რა სადაც წერია, თვითონ ეგ წერტილი გახსნა და შიგნით გვაჩვენო? აი მაგის ძალიან. ხარისხ და ხარისხი? აჰა. მეორე ხარისხი წაუშალე აღარ ჭირდება. კი, ეგ აეროვებს. აბა გავ. ბოტის პასუხიც გამიხსენი ერთი წამით. ბოტის პასუხი გამიხსენი. დავიტანდი. მოიცადე აბა ჩვენთან ნახო. ლინკი არის ჩასმული. ოღონდ ლინკის ფრჩხილებამდე არის ტილდა თუ არ ვწდები და ტილდის წინ მძიმე? ლინკი არის არასწორად ჩასმული. აბა ერთი წამი ლინკი წაშალე საერთოდ. ხო, რაღაცნაირად უცნაური ისაა. კიდე ჩვეულებრივ ფრჩხილებშიც უნდა ყოფილიყო ის ლინკი კვადრატული ფრჩხილების გარდა. აბა ის რაღაცა წაშალე სიმბოლო რა. ფრჩხილიც და მძიმეც. აი, შენახვას დააჭირე ხა. აბა ერთი წამი ხა მივწერ მეუცებ. მიპასუხა ეხა. კი, გასწორდა. ლინკი გქონდა არასწორად ჩასმული. აი დღეს ახსნის თამთა ლინკის ჩასმის თუ არ ხსნით ამ დღეს შენ მაგას. კი, აი როგორც მეყოფად რომ მინდა რომ დღეს ამოვწურვა ეს ფუნქციონალები. ხო, ვიცი შენ მომხმარებლის ხარეს ფუნქციონალები გაქვს ამოსაწური, მაგრამ რადგანაც ლინკი ისეთი რაღაცა არის, რაც აი სხვებსაც ჰქონდათ რა, ანუ ზოგს მაგასაც სწორად ჰქონდა. მაგრამ ვიღაცას არასწორად ჰქონდა, ვიღაცამ საერთოდ არ იცის ჯერ და ლინკი ისეთი რაღაცაა, რაც შეიძლება დაგჭირდეს პასუხში და მარტო იმიტომ რომ არ იცი როგორ ჩასვა, ვერ ჩასვა. ხო და იქნება ლინკიც ავხსნათ რაღაცნაირად, მე მგონი დრო კი არის წინ მაგდენი, რომ ლინკის ახსნა მოიგოთ, ბევრი დრო არ უნდა რა უნდა მაგის თქმას 2 წუთის ამბავია. მოკლედ, ანუ ელენესი იყო, ხო? მაგის ბრალი იყო ბოტის პასუხში, აი მაგ რაღაცებთან ღილაკის სწორად გაწერასთან და რაღაცა, ხო, ანუ ჩვენი ღილაკებს რო ვაკლიკავთ, სადაც quick replies buttons, link და audio და ეგენი აწერია. მაგ ღილაკებს რო ვაკლიკებთ, თავის რაღაცა სიმბოლოებს ხო გვიგდებს, რომლებსაც გვაძლევს ასე ვთქვათ შაბლონად და ჩვენ უბრალოდ იმაში რაღაცა უნდა ჩავსვათ, ან რაღაცა ჩავლინკოთ, ან თუ ღილაკი არის სიტყვა ჩავწეროთ, ვარიანტი
ვარიანტის მაგივრად და ასე შემდეგ. ანუ იქ რო თავისი მძიმე უწერია, იქ რო თავისი ფრჩხილი აქვს და ყველაფერი, ანუ ყველა წერტილ მძიმეც კი მნიშვნელოვანია, თქო წინაზეც რომ ამბობდი და მე ჩეთშიც რო ვიწერებოდი, მაგას გულისხმობდი, რომ არ უნდა წავშალოთ, ანუ მარტო ერთადერთი რაც იშლება ხოლმე მაგ ნაწილში არის ის სიტყვები, რაც უბრალოდ შაბლონად წერია, რომ მომხმარებელმა რომელიც ამას აკეთებს, აღიქვას, რომ აქ ამ სიტყვის მაგივრად ის სიტყვა უნდა ჩასვას, რომელიც თვითონ აწყობს დიალოგის აწყობის დროს. აი მაგალითად ღილაკებში როა, რომ ვარიანტი წერია, ხო, რაღაცა მინიშნებას გვაძლევს, რომ ვარიანტი, ანუ რაღაცა ღილაკის ვარიანტი უნდა ჩავსვათ ის სიტყვა, რომლითაც საუბრის გაგრძელება გვინდა. ასევეა ლინკის შემთხვევაშიც რა, ანუ არც ერთი სიმბოლო, რაც ამ ლინკს მოყვება, არ უნდა წავშალოთ. ერთადერთი შიგნით წერია ხოლმე ფრჩხილებში ესეთი სიტყვა ტექსტი და ერთადერთი მაგას ვშჩლით, ხო, იმიტომ რომ ეს ტექსტი მიგვანიშნებს, რომ ანუ ტექსტი რაღაცა სიტყვა უნდა ჩავწეროთ შიგნით ისევ და ისევ, რაც ჩვენ გვჭირდება იმ კონკრეტულ ჩატბოტის პასუხში. კი და განახორციელებს. ჩვენს უკვე ვიზუალურად მე თამთა გვაჩვენებს ამას, როგორ კეთდება. კი. კარგი, აბა შემდეგი კითხვები. ნათიას თუ აქვს ჩიქოვანი არის ჩვენთან ისე ჩანს. თუ აქვს რამე კითხვა? ნათიას ჩატბოტს როგორც მახსოვს, რაც ვესაუბრე, ყველაფერზე ნორმალურად მომყვებოდა. ყველა ღილაკზე პასუხი დამიბრუნა და ესე ერთი შეხედვით არ ეტყობოდა, რომ რამე ვერ გაიგო, ასე ვთქვათ. კაი, მე მგონი თვითონ ერთი შეკითხვა მაქვს, ნუ კი, იცით რა, ფოტო ვერ დავაყენე, მინდოდა რომ ჩემ ბოტს რამე სახე ჰქონოდა და ვერ დავაყენე. ფოტოც გავიაროთ დღეს. თვითონ იმაში, რა ქვია, პასუხში კი არა, იმაზე ამბობ ხო, ჩატბოტს რო არეგისტრირებ მაგ დროს. კი, მაგ დროს. ხო, საინტერესოა რომ მაგას მე მაგ ნაწილს საერთოდ გადავახტი რეგისტრაციის დროს, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი, მაგას დრო აღარ დამიკარგავს კიდე ფოტოს ძებნაზე და რაღაცაზე. ჩვეულებრივად რო ვაწვევი ხოლმე. ანუ არ დაყენდა რა, ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ვერ და ახლა შევალ ჩემთან, სანამ სხვა რაღაცებს განვიხილავთ და ვცდი რომ ვნახო რა ხდება. მე დღეს დავარეგისტრირე ახალი ჩატბოტი, ცარიელი დღევანდელი დღისთვის და დავაყენე ჩვეულებრივად ფოტო. შეიძლება პარამეტრი არის ძალიან დიდია, ან ძალიან პატარაა. ან მეორე აწერს ხოლმე, არაფერი არ დაგიწერა, რომ ზედმეტად დიდია. აბსოლუტურად არაფერი. ხო, ეს მე ვფიქრე, მაგრამ რავი, მე რაღაც პრობლემა გქონდა. ყველა ველი შესაძლოა გაქვს, ანუ პროფესიას მითითებული გაქვს და ზოგადი აღწერაც ყველაფერი. ასაკიდას თესი არა მაქვს მარტო მითითებული, ასაკიდას თესი. ხო და აი მან ქვემოთ არ გიწერდა, რომ სავალდებულოა ყველა გული შევსება? წითლად წერდა. ასაკზე და აი სხვა მონიშნე, რამე არ დამეკონკრეტებია. ხო, არა, ანუ მონიშნე, ეგ უკვე მონიშნად ითვლება. ხო, მონიშნე. რა ფოტო ვერ დავაყენე და მე შევეშე. აი, ნახავ. მაგას ნახავს ახლა მარიამი. შემდეგი ორჯერ ვცადე და არ გამიკეთა, მესამეზე ქნაო სოფო. სოფო, იგივე ფოტო ხო? ანუ არც მოგიჭრია ფოტო და არც იგივე ფოტო იყო და ჩვეულებრივად დაყენდა მერე. თამთ, შენც დააყენე ხო, როგორც თქვი დღეს რეგისტრირდებოდი. კი, დავაყენე. მე ვცდი ახლა რაღაცას. დავაყენებ და კარგი, მანამდე გვანცას ხო არ აქვს? სხვა რაღაცებს მივხვდეთ კი. ხო, გვანცას ხო არ აქვს კითხვა? რავი, ერთი რაღაც გამიჭედა და მე თვითონვე მივხვდი რაშიც იყო პრობლემა. ძალიან კაი. ლიკას ვესაუბრეთ უკვე. ლიკა, კიდე ხო არ გაგახსენდა რამე შეკითხვა? ჩემთან იყო მაგალითად მინდოდა ლინკების ჩასმა. ანუ ჩვეულებრივ ლინკებს ვაწვევოდი იქ რომ არის, როგორც QR-ია. ეგრე ლინკს დავაწექი და შემდეგ უკვე ლინკი შევიყვანე იმ ფრჩხილებში, მაგრამ მაინც არ გააკეთა. ეგენი. იმიტომ რომ ეგრე არის მევა ლინკი.
ხო და კიდე რა იყო და ის არის როცა მაგალითად მივესალმებოდი ჩვეულებრივ გამარჯობა, შემდეგ იწყებდა ნებისმიერ რაღაცაზე რომ მეკითხა, პასუხს მომცემდა, მაგრამ თუ მაგალითად რაღაცაზე პასუხს მივიღებდი და შემდეგ უკვე კვლავ საწყის ეტაპზე სხვა რაღაცა მაინტერესებდა, ანუ რაც საწყისში იყო, მე უკვე აღარ მცემდა პასუხს. ეხაც ეს ეშვება? კი, ანუ როცა თუ კიდე მივესალმები, მაშინ კი. იმიტომ კონტექსტში გაქვს გაკეთებული და სწორია, ანუ ეგრე უნდა იყოს. რატო უარყოფენ ამ კონტექსტებს ესე მწარებს ხო? ეგ აღარ ვიფიქრე. მართალია. ეგ არის მაგისი მუღავი, მოკლედ, რომ აი კონტექსტი თვითონ ქართული სიტყვაშიც ეგეთია, რომ ცა მოწმენდილზე არ მივა მაგამდე, ანუ ვერ აღიქვამს რა, ანუ კონტექსტი ნიშნავს, რომ რაღაცას უნდა მიყვეს. აი ეს წითელი ხაზი, რომელიც წერტილიდან რომელ წერტილამდეც არის გაბმული. საწყის წერტილამდე უნდა მივიდე ჯერ, ანუ შესავალი გვაქვს ხო, მანამდე გაკეთებული მაგალითად, გამარჯობა, გაგიმარჯოს, მერე აძლევ ბათონს და იმ ბათონიდან აძლევ უკვე კონტექსტს, ხო სიტყვაზე, ანუ წინ უსწრებს იმას მისალმება, ესე რომ გავიგოთ, რა ცოტა უხეშად რო აუხსნა. მაგას ნიშნავს თავისი არსით ეს სიტყვა და მაგიტო დაერქვა მერე მაგ ფუნქციონალს კონტექსტი. და ანუ არსაიდან როცა წერ უბრალოდ რაღაც უცებ შევიდა ვიღაცა და მიწერა ხო ეგრე ვერ მიხვდება. საკმაოდ ლოგიკური პლატფორმაა სხვათა შორის. კარგი, მაგრამ მივუბრუნდები ახლა 2 წამით, რა ვიცი, აი ახლა ავტვირთე რაღაცა ბანძი ყვავილების სურათი ვიპოვე უცებ ფუქში და ჩვეულებრივად ამიტვირთა იმაზე, რა ქვია, ამიტომ აი მართლა არ ვიცი რა პრობლემა შეიძლება იყოს. ერთი ადამიანი აქვს ხოლმე რაღაცაზე, მარტო მე მაქვს ეგ პრობლემაო, ცოტა მეც ვიბნევი ხოლმე, იმიტომ რომ ხო, რაღაცა შეიძლება ინტერნეტი. ხო, ну, რავი, შევდივარ და ახლა აგერ ატვირთული მაქვს რაღაც სურათი. კარგი, მეც იმერა იქნებ გამოვიცე. და თუ აი ეხლა თუ ატვირთვას შევედი, ატვირთვას დავაჭირე, ეგრევე ამიტვირთა სანამ თქვენ ლაპარაკობდით. და თუ არ ქნა გაგიზიანე მაშინ, რომ ჩვენც ნახოთ რა შევება. კარგი. კარგი, შემდეგი ნინი. ნინი, შენ თუ გაქვს რამე კითხვა? კი, თამთ ერთი შეკითხვა მაქვს, ანუ ცოტა ისეთი მოკლედ მე ხო თავიდან გუშინ ინგლისური შედგონის გაკეთება მინდოდა და ან მოკლედ რაღაცებს წავაწყდი, რომ გამაკეთებინა, ანუ ინგლისურად რო ველაპარაკებოდი, ჩვეულებრივად მუშაობდა, მაგრამ ანუ რაღაც ისეთი ხარვეზები ქონდა, რაც ქართული შემთხვევაში არ ქონია რა. აი მაგალითად გამარჯობაზე პასუხობდა იმ შემთხვევაში, თუ ერთი წინადადება მქონდა მერე გაწერილი პასუხად, აი მაგალითად გამარჯობა მე ვარ რაღაც ციფრული ასისტენტი. ამას პასუხობდა, მაგრამ აი მეორე წინადადებასაც თუ წერდი, უკვე აღარ მპასუხობდა. თან ანუ დიდი არ იყო, იმის პრობლემა არ არის, რომ ძალიან ბევრი იყო და რაღაც. უბრალოდ მეორე წინადადებიანს უკვე აღარ მპასუხობდა ხოლმე. ხო და ან მე ეხა იმიტომ ვერ გაჩვენებთ, რომ საერთოდ წავშალე მე ინგლისური და ქართული გავაკეთე. კი, ქართული ველაპარაკე და რა ვიცი, ველაპარაკებით ყველაფერი რიგზე მომეჩვენა. კი. და რავი, აი ეგეთი პრობლემები იყო. თან ანუ ღილაკები და რაღაცებიც მუშაობდა ჩვეულებრივ. უბრალოდ აი მეორე წინადადებას თუ გავუწერდი თავში, მე უკვე საერთოდ არაფერს აღარ მიგდებდა. და რავი რა თუ შეიძლება რომ ეგეთი კონტექსტს გულისხმობ, კონტექსტში ქონდა რამე ჩასმული და იქ აღარ გპასუხობდა, თუ კარგად ვერ მივხვდი რა მეორე წინადადებაში რა იგულისხმება. არა, კონტექსტზე მეტოტს არ გაკეთებინებდა. არა, კონტექსტს და ტოტებს არ გულისხმობ. აი თვითონ ერთ მესიჯში, ერთ ნოუდში რომ მქონდა ჩაწერილი პასუხად ორი წინადადება, ანუ ორ წინადადებიანს უკვე აღარ მპასუხობდა და აი რაღაცა სამი სიტყვა თუ იყო, მაგ შემთხვევაში კი. და ანუ ძალიან ისეთი რაღაცაა მესმის კი გავგებარი ცოტა, ანუ საერთოდ ვერ მივხვდი რატო შეიძლება რომ ეგეთი რაღაცა იქნება. იმიტომ რომ ხო წესით ეგეთი რაღაცა გაქნას, ხო? კი. და თან მარტო ინგლისურის შემთხვევაში, ანუ ქართულზე არაფერი მსგავსი საერთოდ.
ეხლა წერ ინგლისურად რაღაცა დებილობას და about Steve, უბრალოდ სამ სხვადასხვა წინადადებაში ჩავშლი ერთ მესიჯში. აი მეც გავაკეთებ თავიდან თუ მართად წერო. რა ვიცი, აი მე ხა მიპასუხა თუ იგივე პრინციპით გავწერე. გავაზიარო ეკრანი? მაინც რომ ვნახოთ. მოდი აბა ნინი აკეთებს არემ და თუ ინტერნეტი აქვს ესეთი რომ არ გაუჭედავს. კი. აი ეხლა შევქმენი მოკლედ თავიდან ბოტი და აი გაჩვენებთ თუ გამაკეთებინა. ესე იგი. აი ხა უბრალოდ ერთი hello-ს შევქმენი რა, მარტივად მოსქენი. ბოტის პასუხი ჩავაბი, რომელშიც ტილდებით გამოვყავი სამი სხვადასხვა ფრაზა. ანუ მისალმება, მერე კიდე რაღაცა შეუბნება, მერე კიდე მესამე წინადადებაში სათავის სახელს ეუბნება და მივწერე hello თქვა და ჩვეულებრივად დამიბრუნა პასუხი, ანალოგიურად როგორც ქართულის შემთხვევაში დამიბრუნებდა. აი მოკლედ ეხლა მეც გავაკეთე. კი მიპასუხა. აი და ეხლა მეორე იმ ვარიანტსაც ვთქვი, აი ორი წინადადებიანს და ამაზე თუ არ გამიკეთა გაჩვენებთ აუცილებლად. ესე იგი. ხო, ცოტა მეუცნაურა მეც, იმიტომ რომ ამისთვის ენას მნიშვნელობა არ აქვს იდეაში. თავარია იგივე ლოგიკით აეწყოს, რა ლოგიკითაც ქართულად ვაწყობთ. ფუძე სიტყვები, რომ ფუძე სიტყვებია, სწორად ჩავუსვათ ამასაც. ინგლისურის შემთხვევაშიც და ანუ აბსოლუტურად ანალოგიურად მუშაობს რა, მაქვს აწყობილი ამაზე ინგლისური ჩატბოტი თავის დროზე და ერთ-ერთში ლოგიკით აბრუნებდა პასუხს როგორც ქართულზე და შესაბამისად ეგ პრობლემა იმის გამო რომ სხვა ენა არ უნდა გქონდეს. აი მარ გავაკეთე და ზუსტად იგივე პრობლემა კიდე კაი რომ აი შემექმნა ისე და გავაზიარებ. კი ეხლავე. აი მე გონ ჩანს ხო? კი გაზიარდა. აი ნახე მოკლედ ჰეი და ანუ მარტო ჰეი რო გავუწერე მიპასუხა და ანუ მეორეჯერ აი ეს პრობლემა. აი ნახე როგორ გავუწერე. აი მეორე წინადადებაც უბრალოდ. აი მე digital assistant helps shop და აი ამაზე უკვე აი ესე უსასრულოდ ეს წერტილებია და აღარ მპასუხობს რა. და ძალიან ისეთი პრობლემაა რაღაც უცნაური. ის მას აქვს ხო? ბატონო? ანუ ზედა მძიმე გაქვს გამოყენებული, მე მგონი, როგორც დავინახე. ხო, იქნება გაგვიხსნა წერტილი კიდე ბოტის. ანუ არის შემოკლებული ზედა მძიმით. მძიმეების ბრალი ხო არ არის კი, ბრჭყალს და ხო, იმ შემოკლებული ფორმები მქონდა. აბა ერთი წუთით. ბრჭყალს და მძიმეს აქვს მე მგონი. ხო, აი ეგ მე მგონი მუშაობს. ეგ ანუ მაიცა კი. აი ეგ ფანჯრის პრობლემა არის ანუ ეგ რო ეხა ეს ჩატბოტი რო Facebook-ზე იყოს ჩაბმული მესენჯერში გამოიტანდა ჩვეულებრივად, მაგრამ ამ ფანჯარაზე მე მგონი რაღაცა დაუერორდათ მაშინ რა და გახსოვს ჭყალები. ანუ იცით რა არის? იქიდანაც დაელაპარაკებ იყო ეგ თემა. დაელაპარაკებოც რომ აქვს ფუნქცია, ანუ მაქედანაც გადადა და მანდაც იგივე გამიკეთა. ანუ Facebook-ზე რო ჩამება არ ექნებოდა ალბათ პრობლემა, ხო? არა, არ უნდა გქონდეს პრობლემა. გქონდა რა, გამახსენდა, რომ ბრჭყალზე აი რაღაცა ზედამძიმეზე მესენჯერში გამოქონდა ჩვეულებრივად და ამ სასაუბრო ფანჯარაში, ნუ ვინც აკეთებდა ამ სასაუბრო ფანჯარას, ეს ხო ჩვენი შიდა სასაუბრო ის არის გასატესტი და რაღაცა ის ქონდა, აერორებდა ზუსტად მაგაზე. ვსე მაშინ გასაგებია ყველაფერი არა აუცილებლად კაია რომ გაგვახსენე იმიტომ რომ ჩვენ ახლა გავჭირვებია მაგის გამოყენება და შესაბამისად საერთოდ ამოვარდნილი მქონდა თავიდან ხო არა ანუ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა იქ აუ კარგია ძალიან შემაწუხა რაღაც ამან გუშინ და მადლობა ძალიან დიდი
არა, პირიქით შემოვა, ძველი თასკი გამახსენე, ეხა მივწერა. აი, საერთოდ ვერ ვფიქრობდი, რომ იმ აპოსტროფის ბრალი შეიძლება რომ ყოფილიყო. დაჟე, რაღაც ისეთი სიტყვები მქონდა, მთლიანად caps lock-ით დიდი ასოებით და ეგენიც მოხსენი, აი, რისი მოხსნაც შეიძლება და ყველაფერი მოხსენი მაგ აპოსტროფის გარდა და რა ვიცი. კი, მაგის ბრალია. მადლობა მოგეთ. ეგეთე წარე და არა, მაგრამ ისე მახსოვს რა, იმიტომ რომ სანამ ამ პრობლემას აღმოვაჩენდით, ძალიან ბევრი ბავშვისთვის ესე ვთქვა, ტერმინი მქონდა გაწერილი ჭყალებში, ძალიან ბევრი და მე რომ მივაგენით, რომ ეგ აერორებდა, ნუ აი იმდენი ნოუდის ჩასწორება მომიწია. რატომ მოხდა ეგრე, აღარ მახსოვს რა, რაღაცა აირია, ხო, ნუ ამშობა. ხო, სადღაც რაღაცას აერორებს რა, ალბათ კოდში გაიგებენ პროგრამისტები მაგას, იმიტომ რომ ვერ ხვდები რისი ბრალია. კაი, მაგრამ გამოსწორებადია რაც თავარია. კი. მანამდე მოკლედ შემოკლებები ხო, არ სრული ისინი დაწერე ხოლმე თუ გადაწყვიტავ იმას ინგლისურ ენას. კი, მადლობა. მინდა იყოს და ქართულში ხანდახან ჭყალებს ვიყენებთ რაღაც ის სათაურად, იქაც იგივე პრობლემა ექნებათ. ხო და ეგ არ მომწონს ეგ ამბავი. მაშინ მაგასაც ახლა გავითვალისწინებთ, რომ აღარ გავქიშდეთ მერე. ეგეც რაღაცა. კაი, სოფოს ჯერიც მოვიდა. ნათია, მე მგონი აღარ გაქვს ხო კითხვები? მე არა მაქვს. კაი, სოფო, შენთან რა ხდებოდა? ანუ რაც ავხსენით, იქ არაფერი პრობლემა არ შემქმნია. სხვა რაღაცები რომ მომენტოვებინა შემექმნებოდა, მაგრამ ჯერ თავში ვიკავებ და გელოდებით. არ გავიჭერი. თორნიკე. მოვედით შენამდეც. რამე კითხვები გააქვს? ალბათ მოიწერება თორნიკე. თორნიკეს თეთბოცაც ველაპარაკე. კი. მანდაც ესე რაღაცა არაფერი არ იყო. კი, თორნიკე უკვე მეორე სტადიაზეა. პლატფორმასთან შეგუების თამაშები და ვიდეო გადაიღო და მუსიკის ფონზე. ეს უკვე კარგის ნიშანია. იმას რომ დააპროციალებ და ერთ ხეს აქეთ-იქით, ჩემი თავი გამახსენდა მე რომ თამაშობ. კი, და 1-2 სიტყვით შევეხები მაგ სტადიებს, ჩემი დაკვირვება რაც არის და ანუ იდეაში რაც მინდოდა გამოვიდა, წინააღმდეგობა არ შემქმნიაო. ძალიან კარგი. ყველაფერი კარგად. მაგის გაგონა. კარგი, ვინმე არის კიდე დარჩა, ვისაც რამე პრობლემა აქვს და ჯერ არ უთქვამს. მაგდასთან იყო, მე მგონი, რომელიღაც ხილაკზე ვერ გადავედი. და კიდევაც გავიფიქრე, უნდა ვუთხრა მეთქი, მაგრამ ახლა თამთა შე რო არ გეთქვა სახელი არ გეხსენებინა, შეიძლება დამოიწყებოდა. ხო, ეხლა მიყავს მაგდა? კი, აქ ყავს, ჩართული აქვს ხმა, მაგრამ არ მესმის. არ ვიცი, ლაპარაკობს თუ არა. ვაიმე. მე მაგასაც ვერ ვხედავ. არ არის მის მაგდა. არის მის მაგდა. ანუ არც კი ჩანს ჩემთან მაგდა საერთოდ. ანუ რაღაცა მიკროფონის პრობლემაა, როგორც მივხვდი, ხო? ანუ ზოგს უწერს, მაგრამ ისმის. ზოგთან კარგი მაგდა. ხო და დღეს იყო პრობლემები, მოკლედ Zoom-ს ქონდა თუ Meet-ს, ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება ორივეს, მაგრამ რამდენიმე ადამიანის სტატუსი, ასე ვთქვათ, შემხვდა რა, რომ პრობლემები შეგექმნათ. თითქოს რაღაც გავიგე. ეხლა ისმის ჩემი? ჩავატაროთ შენის თქვი მე თორე. კი, ისმის ოღონდ მე მგონი კომპიუტერში დახსნილი გაქვს, მაგრამ შეიძლება შემიძლია. კი, თამთა არიას მღერის ჩემთან. აი, გამოვედი ახლა. ხო, ეხა ისმის.
ამ შემთხვევაში თამთა ლაპარაკობდა, ვისაც უნდა ელაპარაკა, ვისაც არ უნდა ელაპარაკა, ეგრე იქნებოდა. აბა მაგდა შენ თან რა ხდებოდა? ვებ გვერდის მისამართის ანუ შეკითხვა იყო, რომ როგორ დაგიკავშირდებთო და ერთ-ერთი ის მქონდა ღილაკი ვებ გვერდის მისამართვის. და ერთ-ერთი ღილაკი იყო, რომელზეც ვერაფერი ვერ მოუხერხე. ანუ ლინკის ფუნქციითაც ვერ ჩავსვი, ვერც ისე ვერ ჩავსვი. ყველაფერი ვცოდე. ანუ გინდოდა ლინკი ჩაგესვა, მაგრამ არ გიბრუნებდა მაგაზე იმ ლინკს, რაც გინდოდა რომ ჩაგესვა. არ იკლიკებოდა. იკლიკებოდა, მაგრამ ის რენდომის პასუხს აბრუნებდა. საინტერესო ამბავი, ანუ ლინკზე რომ დააკლიკავდი ჩატში, გაიგზავნებოდა ჩეთბოტთან და მე რენდომი მოდიოდა პასუხად? კი. ჩემთან ეგრე იყო. იმ ლინკიან ბოტის პასუხში რამე ტექსტი იყო კიდე ისეთი? აქ ეხა ვნახავთ. არაფერი არ იყო, მარტო გაზიარება მე ამას ვებგვერდის მისამართი გახლავთ და ლინკი მქონდა ჩაგდებული. მოდი გაზიარე ეკრანი. ხო, აი გაზიარების გარეშე რა ვიცი. იმიტომ რომ შეიძლება ისეთი რაღაცა დეტალი არის, რაც ნინისთან იყო ან სხვაგან. კაც მაშინ ისე კომპიუტერი ჩემოვა და ხმას გავუჩშავ. კაი. რაღაცნაირად მუნჯურებ დავილაპარაკოთ რა ვიცი. რა ჭირს ამით დღეს? ვიცი. ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი გვაქვს. ყველაფერი რაც ხდება ორშაბათიდან მოყოლებული. მაგრამ მე წარმოდგენაც არ მინდა ჰაკათონზე როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. აი გავაზიარე. არ ვიცი, არ ვიფიქროთ. აი გახსენი, ეგ ნოუდი გაგვიხსენი? ეხა ლინკიანია, მაგრამ ისეთ ვცადე ლინკის ღილაკის გარეშე. ლინკი არასწორად არის გაკეთებული, მაგრამ ერთი წამი დახურე ეგ ფანჯარა, იქ კავშირი იყო რაღაცა უცნაური, გადმომხოთ ხელში. კი, გვანს ანიმას პლატფორმაზე იმუშავებთ ჰაკათონზე. მაგდა, შეგიძლია რომ ეს ჩახურო ერთი წამით? კი. კავშირს ვერ ვხვდები, რა ხდება კავშირში? ხო, ეს ორი კონტექსტი საიდან მოხდა? ორი კონტექსტი? ხო, ანუ ვებ გვერდიდან ერთი მიდის, აი ჩვენ გვაქვს რო იწყება, ხო? ქვემოთ რო არის ეს? ანუ მაგასთაც პასუხობს ვებ გვერდზე დაკლიკვის შემთხვევაში და წეღარაც გქონდა გახსნილი, იმასაც გპასუხობს? ეს არის აი ამაში იყო ვებ გვერდის ღილაკი, ჩვენ გვაქვს ჩამონათვალში იყო ვებ გვერდის ღილაკი. მოდი, აბა მივყვეთ თუ შეგიძლია რომ ანუ მარზევითაც იგივე რას უნდა დავაკლიკო, ანუ რა სად არის გაწერილი, აი ეს სიტყვა ვებგვერდი ხო ღილაკად გაქვს გამოტანილი პასუხში? კი. აი სანამ ვებგვერდამდე მივალთ, ანუ არაფერს არ არის სიტყვა ვებგვერდი ჩაბმული, ნახე? ანუ კი არის ჩაბმული, მაგრამ როგორ ავუხსნა? თამთა ხედავ რაც ხდება? ზევითაც იგივეა, მაგრამ აი სიმეტრიულ პასუხიდან არ მოდის სიტყვა ვებგვერდამდე ის არის. მიმიხვდი? ვებგვერდიდან გადის ის არის, მაგრამ ვებგვერდს არაფერი არ უკავშირდება, ანუ სისტემას არაფერი არ კარნახობს, რომ სიტყვა ვებგვერდზე უნდა გააქტიურდეს.
ლურჯი ღილაკი არ არის ლურჯი ის არ არის არსად, რომელიც შედის ვებგვერდის ნოუდში. ვებგვერდიდან გამოდის ის არის, მაგრამ არაფერი არ შედის შიგნით, ნახე? და რატო? იმიტომ რომ არ არის გაკეთებული. იცი რა არის, შეხედე, გამარჯვებიდანაც დააკვირდი იგივე პრობლემაა. გამარჯვებიდან კი გამოდის ლურჯი ის არის, მაგრამ კონტექსტები უკავშირდება ორი. ზევითაც იგივე პრობლემაა, ესპრესო რო წერია, მაღლა. ამ ესპრესოდანაც ორი კონტექსტი არის გამომავალი. ოკეი, ნახე ახლა ვეთდები მარტივად აკიხსნა. ჩვენ გვაქვს რომ არის ერთი წამი ეგ წერტილი გახსენი. ქლიანტს ფანჯარა დავში დამანახე, რა ტექსტია შიგნით გაწერილი. რედაქტირებაში შევიდეთ. აი მან ხო არის ვებგვერდის მისამართი, ეს უნდა იყოს ღილაკი, ხო? მან ჩავთვალოთ რომ ყველაფერი სწორია, დახურე ისევ ეგ ფანჯარა. და შემდეგ ჩვენ აქედან იგულისხმე უკვე რომ სიტყვა ვებგვერდს, როდესაც დააკლიკავდა მაგ პასუხში მომხმარებელი, აი იმ რაღაცას უპასუხებდა მერე რაც არის გაწერილი, ხო? მე ამას ვებგვერდი და რაღაცა. ეხლა ნახე. ჩვენ გვაქვს ის ბოტის წერტილი რო არის. ვებგვერდის ბოტის ის მომხმარებლის წერტილამდე ის არის, ხო არის წითელი. ეგ ის არის წაშალე საერთოდ ის დაკლიკე თვითონ ის არზე დაკლიკე ორჯერ დააწყაპებ მონიშნულის წაშლას დააჭირე ახლა გაწყდა ეხლა თავიდან წამოიყვანე ის არის ჩვენ გვაქვსიდან წამოიღე ის არის ანუ მანდ მოკიდე ხელი და მიიტანე სიტყვა ვებგვერდამდე ის არის აი ეგრე ზუსტად წერტილთან ახლოს მიიტანე, კავშირის შექმნაზე არ გაქვს დაჭერილი და იმიტომ არ შვება. აი ახლა წაიყვანე. ის არის მიიყვანე, და არ შვება. ვერ ვაჩერებ ისას. აუ რანაირად არ შვება ერთი წამი. ცოტა შუაში წამო ცენტრი ხო ეგრე. აი ეგრე. აი არ შვება, ქრება ის არის. კაი, და პრობლემა მქონდა. იცი რა ქენი, აი სუფთა სადაც გაქვს მაუსი, დააკლიკე და ცოტა ცენტრისკენ გამოიტანე ეგ ნაწილი, გამოწიე მარჯვნივ. დააკლიკე. ეს ნაწილი? არა, სუფთა ადგილს დააჭირე, ანუ ტვინი თლიანი ის წამოიღე ცოტა ცენტრში. სუფთა ადგილს რო და აი ეგრე. ხო, ცოტა ცენტრში. ცოტა ჩამოიტანე კიდე, ანუ ეცადე რომ არც ძალიან ზევით იყოს ეს წერტილი, რასაც აკავშირებ და არც ძალიან ქვევით. გააც ცენტრი, ხო? აბა ეხლა ცადე. არ შვება. და რეფრეში აბა გვერდი ერწამს. ძალიან ბევრი რაღაცა არის თავებად გახსნილი და შეიძლება ცოტა ინტერნეტის ან ბრაუზერის ამბავი იყოს. მაშინ ჩავხურავ აბა. აი ნახე დარეფრეშებასაც უცებ გაჭედა, ხო? რო დააჭირე, ცოტა ხანი გაჭედილი იყო. აუ ხა გამომაკდეს არა. ხო, იმიტომ არ გაქნევინებდა, სესიიდან გამოგდებული იყავი. აუ, სესია რამდენი ხნიანია? მაქსიმუმ სადღაც 9 საათი, როგორც გახსოვს. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ არაფერს არ აკეთებ. ო, მე არაფერს ადამიანი დიდი ხანი მუშაობ გაუჩარებლად, შეიძლება 2 საათი იყოს სისტემაში შესული და არ გამოგიშვებს. მაგრამ თუ აი რაღაცა მონაკვეთები გააკეთე ისეთი, რომ თავშოთ გახსნილი გაქვს, მაგრამ ნუ აი ადექი რაღაცაზე და მიანებე თავი ხო და რამდენიმე წუთი 10 წუთის განმავლობაში არაფერი არ გააკეთე. ამ შემთხვევაში მე ემაშვება, რა ქვია, სესიიდან გაგდებს, იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ ნუ არავინ არ მუშაობს რა არაფერზე.
ბოტები აქედან ეხა ვიზუალური იმას როგორ უნდა გადავიდე? ბოტების კოლერია. აი სახელი რაც გიწერა, სახელს დააკლიკე. უკან გამოდი. ამა მე ამოდი დააკლიკე. აი უჭად რაც არის. ეხა ედიტორში შედი. ეხა სად გვაქვს ის რაც მინდა. ეხა ისე არის, არ წაიშალა, ხო? ხო, არაფერს არის და რედაქტირებაში შედი ერთ წამს. კავშირის რედაქტირებად შეგიძლია იდეაში. აბა იგივე კავშირს დააკლიკე ორჯერ კარგად. დააკლიკე. კავშირის რედაქტირებას თუ შეძლებ რომ გააკეთო, გირჩევნია ვიდრე წაშლა. იცი რა გააკეთე, აი წითელი ბურთულა წამოიყვანე. მინტანე ვებგვერდთან და გაუშვი ხელი. კაი, წაშალე მაშინ. წაშალე კავშირის საერთოდ. ნუშალის წარებას დააკლიკე. და შუაში დააწექი ხოლმე შემთხვევით ნოუდი არ წაგეშალოს, ძალიან ახლოს მიდიხარ იმამდე. ეხა კავშირის შექმნას დააკლიკე. და ჩვენ გვაქსიდან წამოიყვანე. ეს ჩვენ გვაქვს მან გაქვს ეგ სიტყვა გამოყენებ. აი, მიება. მოდი აბა გავტესტოთ ახლა ბარემ. ბარემ რო დავწმუნდეთ, რომ გაკეთდა. რომელი იყო ეს ვებგვერდი? რომელ ხილაკში გქონდა გაიხსენე, აბა ვებგვერდში შედი. ცარქნა. არა, თვითონ პასუხი დააბრუნა. პასუხს ესე აბრუნებდა მანამდე ჩემთან. იგივე ეს რანდომი არის. რანდომი არის? კი. ვებგვერდი ეწერა მანდაც და იმიტომ მეგონა რომ სწორად დააბრუნა. ნუ რენდომშიც აქვს. რენდომში ვებგვერდი მაქვს, მაგით უაბრუნებს მაგ პასუხს? არა, არანაირად. მომხმარებლის წერტილში გაქვს ის, რა ქვია, space-ი, როგორც ვხედავ. ანუ იქ არ არის space-ი, თვითონ ღილაკში და მომხმარებლის წერტილში space-ი არის. იქ ვებგვერდი ერთად გიწერია და იქ ცალ-ცალკე. არა, აი მაგაზე დავაკვირდი, რომ ესა ღილაკში. კი. ერთად როცა მეწერა მაშინაც არ შვებოდა, ეს სპეციალურად დავაცალკევე, რომ მე სადღაც კიდე მეწერა ცალ-ცალკე. მე მგონი ამაში პასუხში, ფოტოს პასუხში მეწერა ცალ-ცალკე და ანუ ეს კონტექსტები იყო არასწორად და პასუხში რაც არ უნდა გწერებოდა, ამაზე არ გამოიყარდა. ის საერთოდ არ შედიოდა იმაში, აი არანაირად არ შედიოდა. ანუ შევაერთო ახლა ეს ვებგვერდი? არა, ეხლა სწორად არის შეერთებული. ეხლა გაწერაში არის პრობლემა. ხო, ანუ ერთად დავწერო ვებგვერდი? არა, სწორად, კი, ერთად დაწერე. ან ის დააცალცალკევე, რა, როგორც გირჩევნია. აი ნახე კახო. შეინახე. იდე ერთხელ შემახედე ერთი წამით თვითონ ბოტის პასუხში ეგ სიტყვა როგორ წერია? პასუხში? ამაში ჩვენ გვაქვს? ღილაკში, QR-ში როგორ არის? აქ ცალ-ცალკე. არა, ერთად არის ვებგვერდი. ერთად არის ვებგვერდი. იმაში ხო? აი აქაც შევაერთო. მოლების მისამართების მერ მძიმე არის დასმული, აქედან ვერ ვხედავ. კი. ხო, კაი, მაშინ აბა შევინახოთ. და მე მგონი მძიმის მერე გამოტოვებაც არის, ხა იქ ქვედა ხაზი არის გადმოსული წინადადება და მე მგონი გამოტოვებაც იყო. ეს ვებგვერდი რო შევაერთე, მაინც არ შეერთდა. ის არის? აბა აწიე. არა, ის არის კი, აი ეს. Enter-ს აკლიკავ არასწორად. შედი. მისამართი მოიტანე ბოლოში.
ხო, აი ახლა გაკეთდა. აბა ეხა მივყვეთ. გამოვიდა. ხო, მივხვდი ხო ეხა რაშიც კი, მივხვდი. ის აუცილებლად რომ ის არის სად შედის და სად გამოდის მიაქცია ხოლმე მაგას ყურადღება და მე ეცადე რომ ღილაკში როგორც გაწერ შემდეგ ის მომხმარებლის ნოუთში იგივე სიტყვას რომ გაწერ ეთხოვდეს ხოლმე იმას რაც ღილაკში გაწერე space-იც კი ან რაღაცა ზედმეტი სიმბოლოს დამატებაც კი შუაში აი სიტყვა შუაზე არ უნდა გახლიჩო ხვდები შეიძლება აქედან და იქიდან აი მაგალითად ვებგვერდი რომ ჩაგეწერა მხოლოდ ამ მომხმარების ნოუთში და მისამართი საერთოდ აღარ დაგეწერა მაინც სწორ პასუხს დააბრუნებდა მაგრამ რადგანაც სიტყვა ვებგვერდში რაღაცა დამატებითი სიმბოლო გაჩნდა რაც ღილაკში არ ქონდა ამ შემთხვევაში space იყო ეგ სიმბოლო ამიტომ უკვე დაერორდა და ვეღარ მიხვდა რაშია საქმე კარგი აი სხვაგანაც ხედავ იგივე პრობლემას და ეს უკვე შენით დაარედაქტირე რომ თან გაგიჯდეს რა ანუ აი ეხლა რაც სადაბა აი ესპრესოსთან რა ხო ესპრესოსთან არის კი ვერ ვარჩევ სიტყვებს მაგრამ ეს რა ქვია წინაზე კარგად ჩანდა კი და მგონი ესპრესო წერია ანუ ორი ის არის ორივე კონტექსტი არის გამომავალი ანუ ესეც არის მუშაობს და კიდევ ერთი წამი აი ზევით სუზევით მარ შეხედე ანუ ეგეც მეუცნაურება სუზევით ეს ესპრესო არის აი მე მარჯვენა მხარეს ამერიკანო რო წერია ხო მგონი ამერიკანო წერია ანუ ისა ხო ანუ ჩეთბოტის პასუხიდან გაქვს გამომავალი ის არის და ჩეთბოტის პასუხს ესე ჰაერზე არ მიიწერება ჩეთბოტი ხო ხდება თვითონ ამ ჩეთბოტის პასუხს არ აქვს არანაირი მომხმარებლის ნოუდი რომელიც მასში შედის ურა ვიღაცამ რომ მოგვისმინოს შორიდან ვერაფერს ვერ გაიგებს საერთოდ რაზე ვფაზრობთ აქ ის არ შედის ის არ გამოდის გავაგზავნე ბავშვები მე მგონი ხო რო გავტესტე რავი არ შემქმნია სხვა პრობლემა მარტო ვებგვერდის პრობლემა იყო აი ამერიკანო რო არის თუ რაღაც რა წერია ვერ ხვდები სუზევით მარჯვენა ამერიკანო წერია კი ხო აი ეს როგორ უნდა მიიწეროს ამას როგორ ტესტავდი ხოლმე ანუ ამერიკანო ფორმატი ხო ესე წერია ხო ანუ აი აქედან გამოდიოდა ეს ხო მაგრამ ნახე ისრის მიმართულება პირიქით არის ანუ ხო აი რასაც ამბობ ზუსტად ეგრე დახატე მანდაც მიხვდი ანუ თუ მართლა უნდა გამომდინარეოდეს მაშინ ისრის მიმართულებაც მაქეთ გააკეთე და ეხა არ იმუშავებს ეს ანუ ვერაფრით ვერ მოაწერინებ ჩეთბოტს აი ამ ამერიკანოს იმას ხო ხვდები კი ხვდები ხო საფორთოა მაგრამ ბოლოს ძალიან სასიამოვნო არის არა კი საინტერესოა ნამდვილად კარგი მე მგონი კითხვები აღარ არის და მოდი გადავიდეთ თორე ლინკს და ფოტოს ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ მოკლედ ლექცია კი არა და ეს პრაქტიკული მეორე ნაწილი მინდოდა დამეწყო ვიზუალური რაღაცით რა იმიტომ რომ ეს რა ქვია დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მე და მე მგონი თქვენც დამეთანხმებით რომ რაღაცას რასაც ვყვებით მით უმეტეს ეხა პრაქტიკულ სამუშაოებზე ეს გამოჩნდა რასაც ეს ზეპირ სიტყვიერად უყვებით ბევრად უფრო კარგი და მარტივი გასაგებია როცა მას ხედავ ამიტომ მე მინდოდა რომ ვიზუალურად მენახებინა რასაც ეხა აი ესე ვწვალობთ თავიდან და ვაკეთებთ შედეგი რა არის ხოლმე რა ანუ აი როდესაც თვალით რასაც ხედავ ის იმ ფიდბექს იღებ მოკლედ საკუთარი თავისგან რომ ანუ რა მაგარია რა მხელა რაღაცა გავაკეთეო და გაგიზიარებთ ეხა 2 წუთით უბრალოდ ასე ვთქვათ ტვინის screens აი ეს
მეორე კომპიუტერ თუ აზიარებ, რომ აი ეს რა ქვია. ვიდეო რო არ დავკარგო. 2 წუთით. ცოტა დიდი დრო უნდა, ხო? აი გაიხსნა, ხო? ჩანს თქვენთანაც. აი აქ არის სადღაც 481 კითხვა-პასუხი და აი ესე გამოიყურება, ცოტა მივაახლოვებ კიდეც. ერთ-ერთ ლექციაზე ვადებთან დაკავშირებით იყო საუბარი ჩვენც თქვით, აი მომხმარებელთან და დამკვეთთან დაკავშირებით, რომ ამ ვადაზე მუდმივად არის კითხვა და საუბარი და თქვენგანაც იყო მახსოვს წამოსული კითხვა, რომ აი ეს რა ქვია, რამდენი ხანი სჭირდებაო და ჩვენ გიპასუხეთ სადღაც 3 თვე და რაღაცა და ალბათ თქვენში რაღაცა ესეთმა აზრმა გაიელა, რომ აი 3 თვე ელემენტარული კითხვა-პასუხი ხა ხვდებით ხშირად ჩეთბოტებს და რაღაცა როგორ პრიმიტიული დიალოგები არის და როგორ შეიძლება 3 თვე და რაღაც დასჭირდესო და აი ეს ვიზუალი მაგიტომ მინდოდა მეჩვენებინა რა, რომ თვალითაც დაგენახათ, რომ მართლა დიდი დრო არის საჭირო, მით უმეტეს რაღაცა პატარა ნაბიჯები უკვე გადადგით თქვენს და აი ნახულობთ, რომ აი 10 კითხვა-პასუხი გაქვთ გაწერილი და კიდე რაღაცა პრობლემები არის ხოლმე. საბოლოო ჯამში აი ეხა ეს ტვინი, რა მოცულობასაც ხედავთ, ასეთი ტვინის ჩეთბოტზე ვერ ვიტყვით, რომ არის ჭკვიანი. ანუ ეს არის იმ ჩეთბოტის ტვინი, რომელსაც აი როგორ ვთქვა, ძალიან ცუდად რო ვთქვა, წაჭორავება შეუძლია რა, ანუ აი რაღაცას რომ მიწერ, მოგწერს და აი ელემენტარულ დიალოგში კარგად შემოგყვება და აი რაღაცა პერიოდი გაგესაუბრება. აი ესე გამოიყურება ესეთ ჩეთბოტის ტვინი და თქვენ წარმოიდგინეთ კომპლექსური ჩეთბოტები, რომლებიც აგვიწყვია და რომლებიც ინდუსტრიაზეც საუბრობენ და ცოტა ჭორაობად შეუძლია, წარმოიდგინეთ რამხელა მოცულობის ტვინები აქვთ მათ და ანუ ვიზუალურად სასწაული აღსაქმელია მართლა. კიდევ აი ამის ფონზე მინდა გითხრათ მარიამმა რაც თქვა, რომ ანუ მიყევით იმ მითითებებს, რასაც გაძლევთ, იმიტომ რომ აი როდესაც ამხელა ტვინთან გაქვს შეხება, ყველანაირი ნიუანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ტვინში არ იყოს კონტექსტები გაწერილი და მერე გჭირდებოდეთ იპოვოთ სად არის არასწორი კონტექსტი და მერე დაარედაქტიროთ. ანუ თუ თავიდანვე არ მიყვებით წესებს, მერე თქვენთვის იქნება ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მოგიწევთ რაცაც დრო დახარჯეთ და ამხელა შრომა ჩადეთ, ისევ მიუბრუნდეთ და დაარედაქტიროთ. ეს ჯერ არ არის ჩაშვებული ჩეთბოტი, არის კონკრეტული სფეროს ჩეთბოტი, ანუ ეს საჭორაოდ არც იქნება, მოკლედ ეს ჩეთბოტი კონკრეტული ინდუსტრიისთვის იქნება, რომელიც, ასე ვთქვათ, თავის საქმის მკეთებელი ჩეთბოტი იქნება. აი აქ ხედავთ რენდომებიდან, მოკლედ აი დიდი აბლაბუდა წინა ლექციაზე ვახსენეთ, ეს აბლაბუდა შეიძლება ჩვეულებრივ ცხოვრებაში სუდ კონტექსტში არის ხოლმე გამოყენებული, ანუ რაღაცა გამოუვალი და რაღაც თავს და ბოლოს რო ვერ გაუგებ ეგრე, მაგრამ აი ჩვენთან დადებითი სიტყვა, იმიტომ რომ დიდი აბლაბუდა და ბევრი აბლაბუდები ნიშნავს, რომ ანუ სერიოზული დიალოგები არის იქ შექმნილი და ანუ კარგის ნიშანია ეგ. ხო, მოკლედ ეს მინდოდა რომ მენახებინა და ამით მეთქვა, რომ ეს უნდა იყოს თქვენი მიზანი, რა რომ ამხელა ჩეთბოტების შექმნათ და როდესაც შექმნით, პირველ რიგში საკუთარი თავი გეტყვით, რომ აი ძალიან მაგარი ხარ და ეგ არის ყველაზე დიდი შეგრძნება რა და ამ შეგრძნებას რომ თქვენ თვითონ რომ შეიგრძნობთ, მერე მიხვდებით. მოკლედ, ეხლა მე გავთიშავ ამას და გადმოვალ უკვე უშუალოდ დღევანდელ პრაქტიკაზე. გამომაგდებდა ეს სესიიდან და თავიდან შევალ. სანამ შევალ კიდევ გეტყვით იმას, რომ უკვე ვთქვი, რომ აი ვიზუალურ მხარეს მეთქი ძალიან დიდ უპირატესობას ვარგებ.
ანუ ვიზუალური მეხსიერება მაქვს, რაღაცა ესე ზეპირად რომ მომიყვე, ვერ დავიმახსოვრებ ან დამავიწყდება. მით უმეტეს თუ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე მესაუბრება ვინმე. მაგრამ საკმარისია თვალით შევხედო რაღაცას, ის აუცილებლად მომახსოვრდება და ბევრჯერ დამხმარებია ეს მომენტი რა, რომ აი რაღაცა აბზაცი დამჭიროებია გამოცდაზე თუ რაღაცა ეგეთი შემთხვევები მქონია და თვალი დამიხუჭავს და ანუ ვიზუალურად გამხსენებია ის მომენტი, როცა მაგ აბზაცს დავხედე და ეგრე გამიხსენებია, ანუ ესეთი რაღაცეები დამართნია შესაბამისად ძალიან ხაზს უსვამ ხოლმე ვიზუალურ ეფექტებს რა, ჩემზე ძალიან მოქმედებს. კაი, ახლა გავაზიარებ თქვენთვის შევქმენი ახალი ედიტორი. ცარიელი ასე ვთქვათ, მარტო ერთი პატარა დიალოგი გავაკეთე, რომ ეხლა დრო არ დამეკარგა, მარტო კითხვა-პასუხია. კაი, ამას მაზიარებინებს და ტვინი არ ჩანს, ხო? არა თამთ, ჯერ არა. კაი, მთლიანს მივცე მაშინ. მეთოდე. აჰა, всё, კარი. გამოჩნდებოდა ხო უკვე? კი. კარგით, ანუ გამარჯობა, გაგიმარჯოს, გავწერე. იმიტომ რომ ეხლა რა ფუნქციონით უნდა ავხსნა, საწყისი ყოველთვის საჭიროა. როდესაც ესე იგი ვქმნით ახალ მომხმარებლის ნოტს, ანუ გამარჯობა არის სავარაუდო მომხმარებლის მოწერილი, როგორც წინა ლექციაზე ავხსენით. და ვარიაციები მაქვს და ამ ვარიაციებსაც გავუშვით ხაზი და უკვე ყველა გამოვცადეთ, რომ საჭიროა. და შემდეგ არის უკვე ჩატბოტის პასუხი. გამარჯობა, მე ვარ კურსის ჩატბოტი და შევეცდებით ჩემს შემქმნელთან ერთად აგიხსნათ, როგორ უნდა მმართოთ. ეხლა ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს დიალოგი და სჭირდება მომხმარებლის მოწერილი. მომხმარებლის მოწერილის შერჩევა შეგვიძლია რამდენიმენაირად და განახებთ ახლა როგორ. მომხმარებლის კითხვა-პასუხში, როდესაც გადმოვდივართ, ფუძე სიტყვებთან არის პატარა ისარი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ უნდა ჩამოვშალოთ. აქ ხედავთ 4 ვარიანტს. პირველი არის ფუძე სიტყვები, რომელიც ავხსენით უკვე და თქვენ თვითონაც გამოიყენეთ. მეორე არის პირდაპირი, ყოველთვის მართალი და else node. ეს 3 რამ არის 3 სხვადასხვა ფუნქციონალი. მოდი გავაკეთოთ პირდაპირი. როდესაც პირდაპირს მოვნიშნავთ, ეს ნიშნავს აი ManyChat-ზე, როდესაც ხსნიდი keyword-ებს, ხო? აი ჩათვალეთ, რომ ManyChat-ის keyword-ი არის ეს პირდაპირი. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ჩაწერილი სიტყვა ზუსტად როგორც ჩავწერ, ისე რომ მოიწეროს, ანუ ანალოგიურად რომ მომწეროს მომხმარებელმა, ეს ღილაკი მაშინ ამუშავდება. და მაგალითად უნილაბი. აქ enter-ი აღარ უნდა, აი ნახეთ enter-ს რო დავაწვე, უბრალოდ კურსორი ჩამოვარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ პირდაპირი ფუნქციონალის ქვეშ ვარიაციებს, ანუ სიტყვის სხვადასხვა ვარიაციების შეყვანის საშუალება არ მაქვს. აქ შემიძლია წინადადებად შევიყვანო და თუ წინადადება არ მინდა, უბრალოდ ერთი სიტყვა. შენახვას დავაწვევით და გავაკეთებთ კავშირს. რამდენი პირდაპირიც მჭირდება, ანუ რადგან ვარიაციების საშუალება არ მაქვს, ამიტომ იძულებული ვარ, რომ ახალი აი ესეთი მექანიზმები შევქმნა. მოდი პასუხსაც გავუწერ ამას, უნილაბი და ნუ რა გავუწეროთ. იცი სად მდებარეობს უნილაბი? უბრალოდ მაგალითისთვის გავწეროთ, არ აქვს ახლა მნიშვნელობა, რა პასუხს გავუწერთ. და რასაკვირველია, ეს უნდა იყოს კონტექსტური. აუცილებელია, რომ კონტექსტური იყოს, იმიტომ რომ აქ რო ეხლა მე კონტექსტური არ გამეკეთებინა და ცალკე შემექმნა აქ node-ი, რაღაცა მაგალითად მომხმარებლის კითხვა, რომ სად სწავლობ და
ბათონები ყოფილიყო მე ბოტის იმაში და უნილაბი ყოფილიყო ერთ-ერთი ამას ვეღარ ავამუშავებდი ანუ აირეოდა და არც ერთს არ მოიწერებოდა მოდი ვნახოთ ახლა რაც გავაკეთე ეს როგორ მუშაობს გამარჯობა chatbot-ი მოიწერა თავის ვარიაციას და მე ხა როგორც მომხმარებელმა უბრალოდ უნილაბი რომ მივწერო მოიწერა ის რაც გაუწერე პასუხში იცი სად მდებარეობს უნილაბი რომ მიმეწერა უნილაბი სად არის აი ნახეთ პასუხი ვერ მომიწერა და რატომ იმიტომ რომ პირდაპირი ფუნქციონალი როდესაც ფუნქციონალში ჩვენ მოვნიშნავთ პირდაპირს ეს იმას ნიშნავს რომ ზუსტად ანუ ანალოგიური რაღაც უნდა მოიწეროს რაც მე მექნება ანუ მე მქონდა უნილაბი არც წერტილმძიმე არც წინადადება მხოლოდ უნილაბი და ამ შემთხვევაში chatbot-ი მიხვდა და მოიწერა მაგრამ მეორე შემთხვევაში უკვე წინადადებაში რომ მივწერე ვეღარ აღიქვა შესაბამისად მარტივად რომ დავიმახსოვროთ პირდაპირი ფუნქციონალი ნიშნავს ManyChat-ის keywords ანუ ზუსტად იგივე უნდა მოიწეროს მომხმარებელმა თუ კითხვები გექნებათ უცებ ჩამერთეთ ხოლმე რომ აღარ გადმოვიდე მე და თუ არ გექნებათ პირდაპირ გავაგზავნებ დროს არ დავკარგავ შემდეგი ფუნქციონალი მოდი იყოს ყოველთვის მართალი როდესაც მომხმარებლის კითხვა-პასუხში შევდივართ და ყოველთვის მართალს მოვნიშნავთ აქ უკვე აღარ ვწერთ არაფერს და რატომ ახლა გეტყვით შენახვას მივცეთ და გაჩნდა ყოველთვის მართალს აქვს ესეთი ფორმა წითელი მექანიზმის დავუკავშიროთ გამარჯობიდან რომ შევადაროთ ახლა ყოველთვის მართალის თვითონ ფუნქციონალი რო გაიგოთ ზოგადად ჩვენ ყოველთვის მართალს არასოდეს არ ვსვავთ იმ chatbot-ის როგორ გითხრათ პასუხიდან გამომდინარე რომელსაც სხვა ვარიანტებიც აქვს ანუ აი აქ მაგალითად ხო არის გამარჯობიდან გამომდინარეობს ახლა უნილაბი და შემდეგ გავაკეთე ყოველთვის მართალი ესეც შემთხვევა არასოდეს არ ვაკეთებთ ესე და რატომ ყოველთვის მართალი არის node რომელსაც ყველაზე მეტი პრიორიტეტი ენიჭება ანუ chatbot-ის twin-ი აღიქვამს იმას რომ სადაც ყოველთვის მართალია ანუ ყველა ვარიანტში მაგ ყოველთვის მართალიდან წავა ანუ მაგას მიანჭებს პრიორიტეტს და როგორ ახლა აგიხსნით და განახებთ ყოველთვის მართალი და სად სწავლობ მოდი აი ეს ჩავთვალოთ და ესეც რა თქმა უნდა კონტექსტური უნდა იყოს. ეხლა გავტესტოთ და თქვენ თვითონ მიხვდებით რაც მოხდება. გამარჯობა. და უყურეთ. მივწეროთ უნილაბი. ანუ პირდაპირში რაც გავწერე და წეღან რამაც იმუშავა, იგივე გავტესტოთ უნილაბი. ნახეთ სად სწავლობ. ანუ მე მომწერა chatbot-მა ყოველთვის მართალიდან რაც გამომდინარეობდა და რატომ? აი უნილაბის მექანიზმსა და ყოველთვის მართალ მექანიზმს შორის უპირატესობა, პრიორიტეტი მიანიჭა ყოველთვის მართალს. ანუ ესე თუ მექნება გაწერილი ყოველთვის მართალთან კიდე სხვა ვარიანტით, როგორც უნილაბია. შეგვიძლია უნილაბის მაგივრად გავწეროთ ფუძე სიტყვა დრამე. არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ ყოველთვის მართალთან ანალოგიურ ტოტს თუ გავაკეთებთ, ის ანალოგიური ტოტი ყოველთვის იქნება უქმად. ანუ არასოდეს არ გააქტიურდება, იმიტომ რომ ამის საპირწონედ მაქვს მე ყოველთვის მართალი და ამ მექანიზმისთვის ყოველთვის მართალი თვითონ სიტყვაც მაგას გვეუბნება, რომ ყოველთვის მართალია. ანუ რაც არ უნდა სხვა მოიწეროს, ყოველთვის მართალი იქნება ეს. აი კიდევ რომ გავტესტოთ. ხა რენდომი არ მაქვს, ანუ რენდომზე არ წავიდე და ნახეთ, აი ბლა-ბლა, ანუ ისეთი სიტყვაც კი, რომელიც არსად არ მაქვს გაწერილი, ანუ twin-ი არის სრულიად ცარიელი, მარტო აი რასაც ხედავთ, ეს მაქვს გაწერილი, ხო? რაც არ უნდა მივწერო, აუცილებლად მომწერს სად სწავლობ, იმიტომ რომ ეს სად სწავლობ გამომდინარეობს ყოველთვის მართლისგან.
ეხლა რა შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეს ესეთი ფუნქციონალი, რომლის გვერდითაც, ანუ სავარაუდო სხვა ტოტებს ვერ გავაკეთებთ. ეს არის ძალიან სპეციფიური ფუნქციონალი და აი ბევრ რაღაცაში შეიძლება გამოიყენო. მაგალითად, როდესაც გააჩნია chatbot-ი რისთვის და რა ფუნქციისთვის არის შექმნილი. აი თუ გვინდა მაგალითად, რომ აი როდესაც არ გვაინტერესებს რაღაცა კონკრეტული კითხვის მერე მომხმარებელი რა პასუხს გაგვცემს, ეს იმ შემთხვევაშია, როდესაც chatbot-ს ჩადებული აქვს, რომ ამ კითხვის მერე ნებისმიერი პასუხი მოსულა, თავარია ნებისმიერ პასუხზე რაღაცა კონკრეტული პასუხი გასცეს chatbot-მა. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ მომხმარებლის ვარიაციებით თავს აღარ ვიტკიებთ, ასე ვთქვათ, ანუ ბევრს აღარ ვფიქრობთ, ყველა ვარიაციას არ ვწერთ და ამიტომ ყოველთვის მართალს ჩავსვავთ ამ ფუნქციონალს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა მომწეროს მომხმარებელმა, მინდა რომ ჩემმა chatbot-მა აი კონკრეტული რაღაცა მიწეროს, აი მაგალითად სად სწავლობ ეს კითხვა. ჩავთვალოთ, რომ აი რაც არ უნდა მომწეროს მომხმარებელმა, მინდა რომ ეს კითხვა დაუსვას chatbot-მა. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, მომხმარებლის ვარიაციების მოფიქრებით, ამაზე დაფიქრებით, არც დროს დავკარგავ და არც ბევრს ვიფიქრებ, პირდაპირ ჩავსვავ ყოველთვის მართალ notes და ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა მომწეროს, მე ეს უნდა მივწერო. შესაბამისად, unilab-ი აი აქ გაწერილი ტოტი არის სრულიად უფუნქციო და ტყუილა შექმნილი. ეხლა შემდეგი, მე მგონი გასაგებია, ხო? თუ მაინც დაზუსტება მოგინდებათ რაღაცის, მირჩევნია მკითხოთ, იმიტომ რომ თქვენ რომ მე გადაერთვებით თქვენ chatbot-ებში, შეიძლება რაღაცეები ვერ გაიგოთ, ან არის დაგაბნიოთ რამე, ამიტომ თუ რამე კითხვის ნიშნის ქვეშ გაქვთ, მირჩევნია რომ მკითხოთ. თავთ მაინტერესებს, ანუ ყოველთვის მართალს რომ ვაკეთებ, ანუ აზრი აღარ აქვს მაგის გვერდითაც რას გავაკეთებ, თუ ანუ მაშინ საერთოდ აღარ გავაკეთებ ეგეთი რაღაც გამოდის, ხო? კი, ოღონდ ეს ყოველთვის მართალი არ არის რენდომი, ხო ხვდებით, ანუ ყოველთვის მართალიც ჩვეულებრივი node-ისავით, ანუ საიდანღაც უნდა იწყებოდეს და ანუ კონტექსტში უნდა ებმეოდეს მას რაღაც, რაც აი ეხლა მაქვს გაკეთებული. შენ რაც იკითხი არის unilab-ის node ამ შემთხვევაში და მართალია ანუ unilab-ის node სულ ტყუილა მაქვს ეხლა გაკეთებული, იმიტომ რომ არასოდეს არ ამუშავდება ეს. იმიტომ რომ აი გამარჯვებიდან გამომდინარეობს ორი ცისფერი ის არის. ეს ორი ცისფერი ის არის თანაბარი, ანუ ორივესაც ერთი აქვს კოეფიციენტი, ესე რომ ავხსნა. მეორესაც ერთი აქვს კოეფიციენტი. ეხლა მთავარია ეს ისრები რითი ბოლოვდება, ანუ რა ფუნქციონალით ბოლოვდება. ერთი რომ ბოლოვდება ყოველთვის მართლით და ერთი პირდაპირით, ან ფუძე სიტყვით არ აქვს მნიშვნელობა. აუცილებლად პრიორიტეტი მიენჭება ყოველთვის მართალს და ყოველთვის ეს იმუშავებს. ანუ ყოველთვის მართლის შემდეგ, რაც არ უნდა დიდი ტოტი ავაწყო, ეს ტოტი იმუშავებს, მაგრამ unilab-ს რაც არ უნდა დიდი ტოტი გავუკეთო, ფიზიკურად არ ამუშავდება, იმიტომ რომ unilab-ამდე არ მივა საქმე. ამიტომ აი ამ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, გამარჯვებიდან გამომდინარე unilab-ი სრულიად ტყუილა არის გაწერილი, არასოდეს არ ამუშავდება. ყოველთვის ამუშავდება აი ეს წითელი მექანიზმი, რომელიც ნიშნავს ყოველთვის მართალს. კი, ჩამთქავი. ანუ როგორც გავიგეს, ყოველთვის მართალი იმას ნიშნავს, როცა მინდა რომ აი მე წავმართო საუბარი, ხო? ანუ ბოტმა რო წარმართოს, ამისთვის გჭირდება რა. რომ აი თითქოს აქეთ მივიღო ინფორმაცია. იცი რა, შეიძლება აქეთ მიიღო ინფორმაცია, შეიძლება პირიქით აქ კითხვა კი არ გქონდეს დასმული, რაღაცა ლინკს უგზავნიდე, ან რაღაცა სტატიას უგზავნიდე, ანუ ნებისმიერი ინტერესი შეიძლება რა გქონდეს, როგორც ნარატივ დიზაინერს. უბრალოდ ერთადერთი, რაც ყველგან ერთი და იგივეა, ანუ ინფორმაციის მიღება გინდა თუ პირიქით გაცემა, ერთადერთი, რაც ამ ორს აერთიანებს არის ის, რომ მაგ მომენტში მომხმარებელი რას მოიწერება, არ ქონდეს მნიშვნელობა. აი მაგალითად, ეხა აი გამარჯვებაში რომ ქონდეს ესეთი რამ, ნახეთ. მოდი გავაკეთებ, რომ მაგალითში კარგად მივხვდეთ. გამარჯობა შევცვალოთ. და აქ იყოს როგორ ხარ? კითხვა იყო chatbot-ის როგორ ხარ?
და მე განსაზღვრული მქონდეს, რომ კარგად ვარს მომწერს, მომხმარებელი თუ ცუდად ვარს მომწერს, თუ ვარ რა მნიშვნელობა აქვს, ანუ მის მდგომარეობას რა სიტყვითაც არ უნდა გადმომცემდეს. ყველა ვარიანტში მე უნდა მივწერო, რომ ну ხანისია რას იზავ, აი რაღაცა მაგალითის ეხა თავში რაც მომდის იმას დავწერ. ხანისეა, ხან ასე. რას ვიზამთ? ან მოდი ესე იყოს. მოდი ჩვენს საქმეს შევუდგეთ და მითხარი რა გაინტერესებს. და აქ იყოს, ბათონები რაღაცეები და აი რომელი ინდუსტრიის ჩეთბოსაც წარმოვიდგენთ, რომ აი მაგალითად უნილაბის კურსები, ან არ ვიცი, უნილაბში სწავლა როდის იწყება, რა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი რამ თემატური ბათონები რომ იყოს. მივწეროთ გამარჯობა. როგორ ხარ? ანუ მე მივწერ კარგად ვარ. ამას მივწერ. თუ თავიდან დავიწყოთ. არა მიშავს. ანუ რას მივწერ? არ აქვს მნიშვნელობა. ჩეთბოტი მაინც იმას პასუხობს, რაც მე მქონდა განსაზღვრული. ეს ეხა შეიძლება ზუსტად რელევანტური მაგალითი არ არის, იმიტომ რომ შეიძლება როგორ ხარზე არ ამიშავს, შენ როგორ ხარ მიიწეროს მომხმარებელმა და აუცილებლად გექნებათ გაწერილი ჩეთბოტში მოკითხვა და შესაბამისად ის მოკითხვა, რომელიც გაწერილი გექნებათ, ტყუილა იქნება, იმიტომ რომ აქ ყოველთვის მართალია. მოდი მაგასაც გავაკეთებ, რომ მიხვდეთ. როგორ ხარ? მაგალითად და ჩეთბოტი მე კარგად ვარ. ეს რა თქმა უნდა იყოს არაკონტექსტური, იმიტომ რომ შეიძლება მომხმარებელი შემოვიდეს და პირდაპირ პირველივე მომწეროს როგორ ხარ. და ეს არაფრიდან გამომდინარე არ იქნება, ამიტომ უნდა იყოს არაკონტექსტური, პირველი საწყისი სიტყვა. შეიძლება რომ იყოს. აი ნახეთ, როგორ ხარ? ამაზე მოიწერა. ანუ ეს კითხვა პასუხი, რომელიც ამ წამს შევქმნით, ჩვეულებრივად მუშაობს, ამას პრობლემა არ აქვს, მაგრამ გამარჯობა. აი ხა აქ მივწეროთ, როგორ ხარ? და მოდი ჩვენ მივწეროთ. როგორ ხარ? აი ნახეთ, ანუ ამ შემთხვევაში აღარ ემუშავა და რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩეთბოტმა მომწერა გამარჯობა და ამ გამარჯობას მოაყოლა ხო ნებისმიერი შეკითხვა არ აქვს მნიშვნელობა. ამ გამარჯობიდან არის ყოველთვის მართალი. ანუ რაც არ უნდა მომწეროს მომხმარებელმა, ყოველთვის მართალი იმუშავებს. შესაბამისად, აი ეს რომელიც ჩვეულებრივად ფუნქციონირებს და არანაირი პრობლემა არ აქვს, გამარჯობიდან წამოსულ წინადადებაში არ ამუშავდა, იმიტომ რომ ამ გამარჯობას აქვს აქ ყოველთვის მართალი. თორე ჩვეულებრივად რომ მივწერო, ანუ ეხაც რომ მივწერო როგორ ხარ, ეხა ჩვეულებრივად მუშაობს, მაგრამ კონტექსტის მნიშვნელობა სწორედ აქ ჩნდება, რომ როდესაც გამარჯვებით იწყება საუბარი, ანუ ვიზუალურად რასაც ხედავთ, იმას იმეორებს ჩეთბოტიც, ანუ ვიზუალურად რას ხედავთ, რომ ეს ხაზები იწყება გამარჯვებიდან, გაგიმარჯოს მოყვება და ამ გაგიმარჯოს რომ მოიწერება, აი მერე რა ხდება? მერე ის ხდება, რომ რაც არ უნდა მოიწეროს მომხმარებელმა, ყოველთვის მართალი ამუშავდება. შემდეგი ახლა რაც არის ფუნქციონალი, ეს არის else node. else node-ის ფუნქციონალს, როდესაც მივცემთ, აუცილებელია აქ რაც საკვირველია, ერთი წუთით მივაბად პირდაპირ, მოდი ამ შემთხვევაში ესე გავაკეთებ.
ანუ else node-ის ფუნქციონალი რა არის? ნახეთ, როდესაც დაიწყო წინადადება როგორ ხარ, მომწერა chatbot-მა მე კარგად ვარ, შემიძლია აქ მოდით, მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? ლოგიკურია, რომ ეს კითხვა დაუბრუნოს, ხო? ანუ ესეთი ხისტი chatbot-ი რო არ გამოგვივიდეს. მე კარგად ვარ. ხო? ის სავარაუდო მდგომარეობა, ხო? კარგად არ ამიშავს, ნორმალურად და ნუ ასე შემდეგ. თუ მეტყვის კარგად ვარ და თუ მეტყვის საშინლად ვარ, ორივეზე ერთნაირი პასუხი, თუ ლოგიკურად ვაბავ ჯაჭვს და რაღაცა ყოველთვის მართალის ფუნქცია არ მჭირდება, ცალ-ცალკე უნდა იყოს, ანუ ორივეზე chatbot-მა ერთნაირი პასუხი არ უნდა გასცეს. ძალიან კარგი. ანუ თუ დადებით რაღაცას მომწერს, chatbot-ის პასუხი ლოგიკური უნდა იყოს და უნდა იყოს დადებით. და რა თქმა უნდა კონტექსტური იყოს. და მოდი ერთი უარყოფითიც გავაკეთოთ. ცუდად. საშინლად. პასუხი გავწეროთ, რომ სამწუხაროა. აი, ეხლა ნახოთ ეს ახალი ფუნქციონალი else node, რომ ქვია და არის მოლურჯო, ჩემთან ეხლა ლურჯი ჩანს, ფერი რას ნიშნავს? მოდი გავაკეთოთ ეს. როგორ ხარ? მივწერეთ. ანუ ნახეთ, როგორ ხარზე მომწერა ეგრევე შვენიერია. ნახეთ, მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? ანუ დავიწყე აქედან როგორ ხარ. მერე მომწერა chatbot-მა მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? ამ node-ის შემდეგ მაქვს სამი ვარიანტი. პირველი არის, როდესაც კარგად ვარ, ანუ პოზიტიურად, როდესაც მომწერს მომხმარებელი და მოდი ვცადოთ, კარგად. მიპასუხა ძალიან კარგი. ეხლა თავიდან ვცადოთ ნეგატიური, ცუდად. გამომწერა სამწუხაროა და ეხლა ვნახოთ მესამე ვარიანტი. არც კარგად ვარ, ანუ არ ვწევ ჩემს მდგომარეობას და უბრალოდ ვეუბნები ნუ რაღაცა სხვას, არ ვიცი, რამე სხვა მოვიფიქროთ. არაჩვეულებრივად. მომწერა მშვენიერია, ხო? ანუ მომწერა ის, რაც else node-ის შემდეგ მაქვს გაწერილი და ეხლა ეს რას ნიშნავს? არაჩვეულებრივად, იმიტომ მივწერე, რომ else node-ის მერე მშვენიერია მაქვს გაწერილი და ცოტა ლოგიკური რო ყოფილიყო. მაგრამ ეხლა სხვანაირად ვაუხსნა, რას ნიშნავს? ანუ else node არის ფუნქციონალი, რომელიც მაძლევს შანსს, რომ უფრო მეტად მივხვდე, რა შეიძლება მოეწერა მომხმარებელს, ან მეორე ვარიანტში, თუ ვერ გავარტყი, ასე ვთქვათ, მომხმარებლის სავარაუდო მონაწერს, შევაბრუნო თემაში, ან გავაგრძელო როგორმე და არ გამოვიდე აი ამ ტოტიდან. ანუ აი აქ არის კარგად ვარ, ცუდად ვარ და აი სხვა რაღაცა, რაც მივწერე არაჩვეულებრივად. ანუ არ გამომიყვანა, არ წამიყვანა რენდომზე და მომწერა მშვენიერია. და ეხლა რა დროს ვიყენებთ ხოლმე და else node არის, როგორ ვთქვათ, ჩემი საყვარელი ფუნქციონალი. და რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის რენდომზე, როდესაც არ მინდა რომ რაღაცა
ვთქვათ, კარგი ტოტი მაქვს აწყობილი და ვცდილობ, რომ ეს ტოტი მაქსიმალურად დავასრულო მომხმარებელთან, ხო? და ხშირია შემთხვევა, ანუ იმას უნდა შევეგუოთ, რომ მუდმივად მომხმარებლის სავარაუდო მონაწერს ჩვენ ვერ მივხვდებით და ყოველთვის ვერ ამოვიცნობთ, რა შეიძლება რაღაცის მერე მოიწეროს. ამიტომ ეს ელსნოუდი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ტოტიდან ეგრევე არ გამოვარდე და თუ მომხმარებელი რაღაცა სხვას მოიწერება, რაც მე წინასწარ ვერ განვსაზღვრე, განა რენდომზე გაუშვას, არამედ ისევ ამ ტოტში დატოვოს და თემატური კითხვა მიწეროს და ეს თემატური კითხვა აუცილებლად ელსნოუდის მერე მექნება გაწერილი. ანუ ამ შემთხვევაში ამ მაგალითზე დადებითი სიტყვების ვარიანტში გამომრჩა არაჩვეულებრივად მაგალითად მე რო else-node არ მქონოდა გაგრძელება არაჩვეულებრივადზე გაუშვებდა აუცილებლად რენდომზე ანუ გამოვარდებოდა ამ ტოტიდან და სადღაცას რენდომზე წავიდოდა რომელი რენდომის გაწერილი მაქვს და სავარაუდოდ ის რენდომი სრულიად სხვა თემაზე იქნებოდა. ანუ ამ თემიდან გამოვიდოდა და რენდომი ხო ის არის, რომ თემა შეუტრიალო ან რაღაცა შენ chatbot-ს რაზეც აქვს ინფორმაცია, ის მიაწოდო. ანუ ამ თემიდან გამოვიდოდა და როდესაც არ მინდა, რომ ეს ამ თემიდან მალე გამოვიდე, ამიტომ ვიყენებ else nodes. ეხლა კითხვა ჩნდება ხოლმე, რომ else node-თან ერთად რატომ არ შეიძლება ყოველთვის მართალი გამოვიყენო. ანუ თუ მინდა რომ რენდომზე არ წავიდეს და ამ ტოტიდან არ გამოვიდეს, ყოველთვის მართალი ხო სწორედ ის ფუნქციონალია, რომელიც სხვას არაფერს არ ამუშავებს და ყოველთვის იმას მიწერს, რაც ყოველთვის მართალის შემდეგ მაქვს. და ეს ლოგიკური კითხვაა. არ ვიყენებთ რატომ? ერთადერთი მიზეზის გამო. თუ მე აქ ყოველთვის მართალს გავწერ, ყველა ის ვარიანტი, რაც წინა შემთხვევაში ვთქვი, ანუ ცუდად ვარ შექმნილი ნოუდი, კარგად ვარ შექმნილი ნოუდი, ესენი ფაქტობრივად ანუ ვერ ამუშავდება. ანუ ტყუილა მაქვს ახლა შექმნილი, მე რო აქ დავამატო ყოველთვის მართალი. ყოველთვის მართალი ნახეთ. ზუსტად იგივე რაღაც მოხდება, ანუ არ მუშავებს არც ერთი აქამდე გაკეთებული რაც ამ წუთად გავტესტეთ, არაფერი არ ემუშავებს. მაგარია. ნუ ეს იყოს. აი ნახეთ. დავიწყოთ თავიდან. როგორ ხარ? და ანუ კარგად. მაინც მაგარია მოიწერა. მიუხედავად იმისა, რომ მე კარგად გაწერილი მაქვს ეს სიტყვა, და chatbot-მა იცის, რომ თუ კარგად მოიწერება, მიწერე ძალიან კარგი. ეს კი იცის და ეს კი მუშაობდა, მაგრამ ეხლა ამ კარგად ვარ, ანუ კარგად სიტყვა ამ ნოუდის საპირწონედ შევქმენი ახალი ნოუდი, ყოველთვის მართალი, და ეს ყოველთვის მართალი ყველა ნოუდზე მაღლა დგას, ანუ ჯერ ის აქტიურდება, ჯერ კი არა ყოველთვის ეგ აქტიურდება. ამიტომ არაფერი ანუ აღარ იმუშავებს. ამიტომ არ მაწყობს, რომ აქ ჩავთო ყოველთვის მართალი. ამიტომ ეხლა წავშლი და კიდე მეორე მიზეზი, რატომაც არ გვაწყობს ხოლმე, რომ აქ ყოველთვის მართალი იყოს, არის ის, რომ შეიძლება მომხმარებელმა არც ცუდად ვარ მოიწეროს, არც კარგად ვარ მოიწეროს, მაგრამ ისეთი რაღაც მოიწეროს, რაც მე ტვინში მაქვს გაწერილი. მაგალითად, მოიწეროს, რომ უნილაბი სად არის. ანუ ეს აინტერესებდეს, ეხლა არ უნდა ჩემთან ჭორაობა სიტყვაზე, ჩემს chatbot-თან ჭორაობა არ უნდა და მომიკითხა, მაგრამ ნუ აღარ მიგძელებს რა, როგორ არის თვითონ და პირდაპირ საქმეზე გადადის და წერს უნილაბი სად არის. ამ შემთხვევაში ამუშავდება, ანუ else node კი აღარ ამუშავდება უნილაბი სად არის, ანუ chatbot-ი მიხვდება, რომ იქ მაქვს მე გაწერილი და მოდი მაგის მაგალითიც გავაკეთოთ, ეხლა ესე რო არ გამომივიდეს, რომ ზეპირად რო არ გამომივიდეს საუბარი. ფუძე სიტყვად გავწეროთ უნილაბი სად? ესეც განმარტივად იმუშავებს. უნილაბი მდებარეობს ილიაუნის უნივერსიტეტში. ნუ ჩოლოყაშვილის არ მახსოვს რა ნომერია.
ერთი მეოთხედი? თუ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? იყოს ეს მისამართი. არა კონტექსტური უნდა იყოს ესეც აუცილებლად, იმიტომ რომ კიდე გავიმეორებ, შეიძლება მომხმარებელმა გახსნას ჩათი და პირდაპირ იკითხოს უნილაბი სად მდებარეობს. შესაბამისად, ეს უნდა იყოს არა კონტექსტური, იმიტომ რომ არ საიდან მოდის ეს სიტყვა. მოდი გავტესტოთ უნილაბი სად არის. ავწმუნდეთ, რომ ეხლა რაც გავაკეთე ეს მუშაობს, ანუ ამას პრობლემა არ აქვს და მოდით დავიწყოთ აი აქედან. როგორ ხარ? როგორ ხარ? მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? რაც უკვე ვთქვი, ანუ მე როგორც მომხმარებელი არ ვეჭორავები, არ მივწერ როგორ ვარ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. უნილაბი სად მდებარეობს? ამწუხაროდ ოსმონდი გამიაქტიურა, იმიტომ გავათავისუფლოთ ეს. ჩაიციკლა, ეხლა უნდა დავარეფრეშო. დავარეფრეშებ, მეგე დიდ დროს არ წაიღებს. უნილაბი სად? კარგი. მომაწვალებ. უნილაბი სად არის? თამთ ჩაგერთვები რა. ელსნოუდი გაქვს, ანუ როგორ ხარით, რატო იწყებს საუბარს? მე ელსნოუდი გაქვს მითითებული კონტექსტში და ლოგიკურია, რომ შვენიერიას გპასუხობს, ანუ უნილაბი სად არის, ცალკეა საერთოდ, მაგტოტში არ არის და როგორ უნდა გადავიდეს მაგაზე? კონტექსტურის ამბავია? ხო, რა თქმა უნდა, კონტექსტში გაქვს. და მიყვება იმას. ანუ ხო ამ შემთხვევაში არის კონტექსტი და ეს კონტექსტის რა თქმა უნდა, ანუ ლურჯი სარსა და წითელი სარს შორის რა თქმა უნდა ეს უფრო პრიორიტეტულია და ამას იწერება. კაი, მოკლედ აღარ დავხარჯავ ამაზე დროს. კონტექსტურის ამბავი იყო და მე მეგონა რომ აწვალებ და ტვინი. მოკლედ, რო შევაჯამო else node-ის ფუნქციონალი არის ის, რომ როდესაც არ უნდა narrative designers, რომ კონკრეტული ტოტიდან იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის კონკრეტული რაღაცა ვერსია ვერ გამოიცნო, არ უნდადეს გამოვარდნა აქედან და რენდომზე გადასვლა, ამისათვის საჭიროა else node, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გამოვარდება ამ ტოტიდან და else node-ზე წაიყვანს. როგორც ეხლა მოხდა, ანუ იდეაში მე მინდოდა გამოვარდნა, მაგრამ არ გამოვარდა და ისევ ეს else node ამუშავდა. else nodes ყოველთვის მართალს შორის და პირდაპირ შორის განსხვავება ყველამ გავიგეთ, ანუ კითხვა ხო არ არის, აი ხა მაგათი else node რო ავხსენი, ყოველთვის მართალთან მიმართებაში ხო არ გაჩნდა კითხვა, ან პირდაპირთან მიმართებაში, რომ ჩავხუროთ ასე ვთქვათ ეს თემები. ნუ, ჩემთვის გასაგებია სამივე თან. აი, ჩატში გადმოვალ, ეხა ხო არ არის აქ კითხვა. გასაგები იყო ყველაფერიო. კარგით, ანუ ფაქტობრივად ჩვენ ამ ბოლო წუთებით ასე ვთქვათ, დავხურეთ 4-ვე ფუნქციონალი. ანუ ფუძე სიტყვებით ვიცით რა არის და ამას უკვე ვაკეთებთ. პირდაპირი, ყოველთვის მართალი და else node. ფუნქციონალი, რომელიც დაგვეხმარება მაქსიმალურად გამოვიცნოთ მომხმარებლის ქცევა. ეხლა გადავალ გარემ ლექციის დასასრულს ლინკის ჩატს, რომელიც დამჭირდება. ესე იგი, ბუთის კითხვა-პასუხი როდესაც შევდივართ. აი, შენი ხო აღარ ისმის თუ ლაპარაკობ. ჩართული მაქვს ყველაფერი. აი, ეხლა ისმის. ხო,
მაკის იმაზე მიხვდება ალბათ და მაგის ბრალია, აბა ესე? ხო, ალბათ ეგ ამბავია. კაი, გადავიდე ჯობია ლინკზე. მოდი გავაკეთოთ სანამ ლინკზე გადახვალ, აი ჩვენ მანამდე ჩატში ვაპარაკობდით, რაღაც კითხვები იყო ყოველთვის მართალსა და else note შორის და აი უბრალოდ შევაჯამებ ძალიან else note და ყოველთვის მართალი არ არის არც პირდაპირ მით უმეტეს არ არის ფუნქციონალები, რომელიც narrative designers აუცილებლად და ყველა ვარიანტში, ყველა chatbot-ზე სჭირდება. ეს არის ესე ვთქვათ, დამატებითი ფუნქციონალები, რაღაცა პატარ-პატარა ხრიკები, რითაც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მომხმარებელი შეენებურად მართო. შეიძლება არ გამოიყენო, შეიძლება გამოიყენო. else node არის აქედან ამ სამიდან ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩემთვისაც როგორც თამთამ აღნიშნა, ძალიან პრაქტიკულია. თუ მინდა რომ პირდაპირ რენდომზე არ გავუშვა რაღაცა, მაგრამ ვერ ვფიქრობ კიდე დამატებით რა შეიძლება რაღაცა კითხვაზე მომწეროს მომხმარებელმა, აი რამდენიმე ვერსია მოვიფიქრებ, დადებითი პასუხის თუ არ ყოფითი პასუხის, რაღაცა საშუალო პასუხის, მაგრამ აი ვფიქრობ რომ რაღაცა შეიძლება კიდე მომწეროს, მაგრამ ვეღარ ხვდები კონკრეტულად რა და აი ამ შემთხვევაში else notes ვიყენებ და რენდომზე არ ვუშვებ და ბოტის პასუხში რას პასუხს დავწერ, უკვე ამით ეს უფრო მნიშვნელოვანია, ამით ვიჭერ მომხმარებელს. ეს არის else note-ის ყველაზე მთავარი ფუნქციონალი. ასე ვთქვათ, რაღაცნაირად აი შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ ვატყუებთ მომხმარებელს, რომ თითქოს მივხვდით რას გულისხმობდა, ესე ვთქვათ და არ გავუშვით იმ დიალოგის ტოტიდან, რომელშიც უკვე აქამდე წარმატებით შემოყვანილი ყავდა. რაც შეეხება პირდაპირებს და ყოველთვის მართლებს, აი რომელიღაც მეკითხებოდა არ მახსოვს, რომ ყოველთვის მართალიო საერთოდ რომ არ გამოვიყენოთ და კი არის ესეთი chatbot-ებიც გვაქვს ჩვენ თვითონაც, სადაც საერთოდ არც არ გვაქვს ყოველთვის მართალი გამოყენებული და აქვე აღნიშნავ იმას, რომ ეს არის ძალიან ფრთხილად გამოსაყენებელი ფუნქციონალი. აი შეიძლება ითქვას ყველა იმიდან რაც უკვე ვისწავლეთ, ყველაზე იშვიათად დაგჭირდებათ, მაგრამ შესაძლოა დაგჭირდეთ. ხვდებით? ანუ რაღაცა მომენტში შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, სადაც ისეთი დიალოგი წარიმართა, სადაც უეჭველი გინდათ, რომ აი მარტო, აი ტუპადო რომ იტყვიან, აუცილებლად ბოტმა ის პასუხი დააბრუნოს რა, რაც გინდათ და აი ამ შემთხვევაში არის ხოლმე გემრიელი ლუკმა ეს ყოველთვის მართალი. თუმცა ეს იშვიათად მოხდება, მაგრამ უნდა იცოდეთ, როცა მოხდება ეგ 1001 შემთხვევა, ამ შემთხვევაში რომ გაქვთ ამის შესაძლებლობა. ამისთვის არის ყოველთვის მართალი. ანუ ხშირად ეს ფუნქციონალი არ დაგჭირდებათ, ვერ გამოიყენებთ ხშირად. ამის თქმა მინდოდა უბრალოდ რაღაცა რომ შემეჯამებინა ეს ყველაფერი რა. თამ, შენ გაქვს მიკროფონი გამორთული მე მგონი, იმიტომ რომ არ ისმის. მადლობა ამისთვისაც მადლობა და წეგან მადლობა თქო. ძალიან დიდი. მოდი გადავიდეთ ლინკზე, ლინკის ჩასმაზე. ანუ აქვე ჩავსვო, მაშინ ეს ტყუილა გაკეთებულად რომ არ ჩამეთვალოს. ჩავსვათ, მოიცა ვიღაცამ რაღაცა მოიწერა, ბარემ გადმოვა. კაი. ანუ მომხმარებელმა იკითხა უნილაბი სად მდებარეობს, ან სად არის, რა მნიშვნელობა აქვს და მოდი აქვე ჩავუსვათ ლინკი, რომ სხვა რაღაც სავარაუდოდ შეიძლება აინტერესებდეს მომხმარებელს და პირდაპირ დავულინკოთ, ხო? ესე იგი, კურსორი დავაყენოთ იქ, სადაც გვინდა რომ ლინკი გამოჩნდეს. ანუ ამ შემთხვევაში ხა შემეძლია ჩოლოყაშვილის რომ იწერია მანამდე ჩავსვა ლინკი ან შემდეგ. მოდი იყოს ახლა ბოლოში. კურსორი აუცილებლად უნდა დავაყენო 4-თან და დავაწვეთ ლინკს. როგორც ხედავთ, გაჩნდა ნიშანი, რომელსაც ჩვენ ვეძახით, რომელსაც ქვია ტილდა. აი ასეთი ლინკის ფანჯარი. შევცვალოთ და ხშირ შემთხვევაში ვცვლით ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცნაირად უფრო უხდება ხოლმე ბმული ან ლინკი, ან ვებგვერდი, ან page-ი გაჩნია, რას ვცვალოთ. ეხლა უნილაბის page-ი ჩავსვათ, ვებგვერდი ჩავსვათ და დავაწეროთ ესე web იყოს ეს გვერდი. და
და მოვნიშნავ აი ნახეთ ლინკის შუაში კურსორს რომ დავაყენებ ორჯერ ცითის დაწყაპებით მოინიშნება მხოლოდ სიტყვა ლინკი. ან თუ ესე ვერ მოვნიშნავთ, ან რა ვიცი, რაღაცა პრობლემა იქნება, მოკლედ მარტო უნდა წაიშალოს სიტყვა. ანუ სიტყვა ლინკი. დანარჩენი ფრჩხილები, ყველაფერი აბსოლუტურად იდენტური უნდა დავტოვოთ. ანუ წავშალოთ ფრჩხილებში მოთავსებული სიტყვა ლინკი და აქ ჩავაკოპიროთ ის ლინკი, რაც გვინდა რომ მომხმარებელს გამოუჩნდეს. უნილაბი სად მდებარეობს? ის წინადადება რაც იყო და აქ რაც ჩავწერე ტექსტის მაგივრად. ანუ ლინკს ზემოდან რაც ერქმევა, ასე ვთქვათ. და როდესაც დავაკლიკავ ამ ვებგვერდზე, ჩვეულებრივად თქვენთან არ გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ მარტო ერთი თაბი მაქვს გახსნილი, მაგრამ გადაიყვანა ჩვეულებრივად. უნილაბი ჩავწერო. ის გამომიჩნდება. ნახეთ. უნილაბი სად ესე მიწერია ფუძე სიტყვაში და ამიტომ ვერ მოიძებნა პასუხი. უნილაბი სად მდებარეობს? აი ნახეთ უნილაბი. ანუ ლინკის წინ ტექსტს რა სიტყვითაც შევცვლით, ის სიტყვა გამოუჩნდება მომხმარებელს და ამ სიტყვის უკან იმალება ის ლინკი, რაც ჩავსვი. შესაბამისად, ლურჯად აციმციმებულ სიტყვაზე, ასე ვთქვათ, დაკლიკვისას მომხმარებელი გადავა იმ ლინკზე, რა ლინკიც გაქვთ დართული. ეხლა ლექციის დასაწყისშიც მინდოდა მე თქვა და უცებ ამომივარდა თავიდან და ეხლა კაია რომ აი ეს ამბავი მოხდა და გამახსენდა. რა მინდა გითხრათ? ანუ უნილაბი რომ მივწერე, რატომ არ მომცა ის პასუხი, რაც გაწერილი მაქვს. თუმცა სიტყვები მუშაობს ესე, მარიამაც ახლა, მაგრამ კიდევ მინდა, რომ რაღაცა ერთი ხარვეზი იყო მაგასთან დაკავშირებით. ფუძე სიტყვა, ნახეთ როგორ იქნება ჩატბოტის ტვინის მიერ, ანუ უნილაბი სად ეს არის ფუძე სიტყვა, ანუ უნილაბი სად მდებარეობს, უნილაბი სად არის, უნილაბი სად ვნახო, ანუ უნილაბი სად შემდეგ რა სიტყვასაც არ უნდა მოიწერებოდეს მომხმარებელი, ამოიცნობს უნილაბი სად. ანუ იმიტომ რომ ამ სიტყვით იწყება, შესაძლოა დაემთხვა, ანუ უნილაბი სად ორი სიტყვა რო დაემთხვა, მესამეს რაც მოიწერება მომხმარებელი, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, ანუ მიხვდა რომ ამაზეა საუბარი და მოიწერა. მაგრამ ხა ჩემ შემთხვევაში მე რომ მარტო უნილაბი მივწერე, ფუძე სიტყვაში უნილაბი სად მაქვს, ანუ მთავრდება სადთან. შუაში ვერ ამოიცნობს, ანუ მარტო უნილაბი ბოტისთვის არაფერს არ ნიშნავს. აქ რომ მოვაშორო მე სად დავტოვო მარტო უნილაბი, ჩვეულებრივად იმუშავებს, ანუ აქ ხო არ იმუშავა, მაგრამ ეხლა რომ მივწერო უნილაბი, ჩვეულებრივად წამოიღებს იმ პასუხს, რაც უნდა იყოს. ანუ კიდევ ერთხელ ვთქვათ, ფუძე სიტყვა, ანუ თვითონ ქართული მნიშვნელობას იგივეა. ფუძეში ჩატბოტის ტვინისთვის იმ ფუძე სიტყვაში წინადადებაც რომ გქონდეთ გაწერილი, ეგ არის ფუძე წინადადება რა, რო წარმოიდგინოთ. ანუ თავარია, რაც გავს გაწერილი, ზუსტად ეგ დაემთხვეს მომხმარებლის მონაწერში. ეგ რო დაემთხვევა, ამის იქით უკვე მდებარეობს მოიწერება თუ ვნახოს მოიწერება, არ აქვს მნიშვნელობა. თავარია, რომ მე რაც მიწერია ფუძე სიტყვაში, ის კომბინაცია დაემთხვეს. ეს მინდოდა რომ მე თქვა გამახსენდა. მოკლედ, ლინკის ჩასმა ხდება ესე, გაურკვეველი ხომ არაფერია. ხო, მე მგონი არა, დუმილი ნიშნავს, რომ არაფერია. გადმოვალ ჩატში. ოკეი. მარიამ, შენ ხომ არ დაამატებდი რამეს?
მე იმას დავამატებ, რომ დღეს გვაქვს მე-12 ლექცია, მე-14 ლექციაზე მოგეხსენებათ, ანუ ზუსტად ერთ კვირაში ჩვენ გვიწევს რაღაცა ესეთი მე-18 ლექციაზე რო აი საბოლოო ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზენტაციები გვაქვს, იმისი პრეზენტაცია გვაქვს რაღაცნაირად მომდევნო 4 შაბათს და ესეც არ არის რაღაცნაირად იმაზე ნაკლები, მხრივ რომ ამ 14 ლექციაში რაც ვისწავლეთ, ეს ყველაფერი უნდა წარმოვაჩინოთ უკვე ამ მე-14 ლექციაზე და ანუ სერტიფიკატების გაცემა, არ გაცემა, ყველაფერი არის ფაქტობრივად ერთგვარი ფინალური გამოცდა არის რა, ჩვეულებრივ სასწავლო რეჟიმში რო ვიყოთ სალექციო სხვა უნივერსიტეტის ჩვეულებრივ სალექციო რეჟიმში როგორც გვაქვს ხოლმე სემესტრის ბოლო ფინალური გამოცდა, აი დაახლოებით ესეთი რაღაც გვაქვს ერთი კვირის თავზე და აუცილებლად ვიფიქროთ იმ დავალებასთან, რასაც ახლა თამთა მოგცემთ. მეორე დავალება გვექნება, რომ ორ შაბათისთვის ვიფიქროთ იდეებზე, რაზე ავაწყობთ ჩეთბოტს 4 შაბათისთვის, ანუ ფორმატი იქნება ესეთი რა, ჩვეულებრივად ჩეთბოტი გექნება დაწყობილი თქვენთვის სასურველ თემაზე, გამოხვალთ, ჯერ მოგვიყვებით რამდენიმე სიტყვით, რისი ჩეთბოტია და რატომ გადაწყვეტეთ მისი გაკეთება და შემდეგ უკვე უშუალოდ გვაჩვენებთ, რა შესაძლებლობები აქვს ამ ჩეთბოტს. ასეთი იქნება ფინალური პრეზენტაციები და იდეებზე ვიფიქროთ უბრალოდ ორშაბათისთვის თუ არ ჩამოვყალიბდებით, რისი გაკეთება გვინდა, მერე 2 დღე რჩება და ცოტა გაგიჭირდებათ. ამის თქმა მინდოდა. მე მაქვს შეკითხვა, შეიძლება რომ რაზეც უკვე გვაქვს გაკეთებული ან დავალება რაზეც შეეხებოდა რომ ისევ იგივე ჩეთბოტი იყოს, თუ სულ სხვა შეგიძლიათ. კი. არ არის ეს პრობლემა. მთავარია რომ იდეებზე კარგად გქონდეთ ნაფიქრი. რადგან ასე ვთქვათ, მაგ პრეზენტაციას და მაგ იდეის ხორცშესხმას მიექცევა ყურადღება და მთელი ეს გავლილი პერიოდი აი ამაში უნდა გამოჩნდეს, ამ გადამწყვეტი არის და შესაბამისად პირველი ის რომ კარგი გამოვიდეს თქვენი საბოლოო პროექტი, იდეაზე ბევრი უნდა გქონდეთ ნაფიქრი. თუ ვინმეს რამე შეკითხვა გექნებათ თქვენი იდეის დაზუსტება გენდომებათ, ან რეკომენდაციები, ან ნებისმიერი რამ, შეგიძლიათ მოიწეროთ, ან ჩატში მოიწეროთ, ან პირად მეილებზე მოგწეროთ და კონსულტაციას ასე ვთქვათ გაგიწევთ და ჩვენს რჩევებს ასე ვთქვათ მოგცემთ. კი, რამე შეეჭვით თუ გეპარებათ, რომ აი რამდენიმე იდეა გაქვთ თუნდაც სიტყვაზე და არიცით რომელი აჯობებს პრეზენტაციისთვის, ჯობს რომ მოგწეროთ ამაზე. კი, ჩვენ ვეცდებით რომ გაგეხმაროთ გადაწყვეტაში. მოდი, ბარემ დღევანდელი დავალების ამ პაუზით გადავალ. იმიტომ რომ პრაქტიკული სამუშაოები საერთოდ